საღამომშვიდობისა ქალბატონებო და ბატონებო ძვირფასო რაგბის მოყვარულებო დღეს 28 თებერვალია თბილისის დროით 19 საათი სულ მალე შესრულდება და ჩვენიერი დროა საიმისოდ რომ ერთი კარგი მატჩი ვნახოთ რაგბიში რომელშიც ესპანეთის ეროვნული ნაკრები საქართველოს ნაკრებს უმასპინძლებს რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურის ფარგლებში წარმოგიდგენთ ჩემს პარტნიორსა და ძველ მეგობარ ნიაზ მამრიკიშვილს, რომელიც ჩემთან ერთად წარუძღვება დღეს ამ არაჩვეულებრივ იმედია ჩვენთვის მატჩს. მოგესალმები ნიაზ, რას გვეტყვი ამ მატჩის შესახებ? ამ მატჩის შესახებ იმგივეს გეტყვი, რასაც შენაბობ. ქალბატონებს და ბატონებს მოუწოდებ, რაც შეიძლება მოკალათდნენ, კარგად მოკალათდნენ თავიანთ სავარძლებში, იმიტომ რომ 2 საათი გველის საკმაოდ დაძაბული ოლიგასეირნება ნამდვილად არ გვექნება. ამაში თითქმის დარწმუნებული არ ქონია არც შარშან და არ გვექნება არც წელსაც. ხვდებით ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს ეს გახლავთ ერთად გათამაშების მესამე ტური და აქვე სანამ გვაქვს საშუალება შევეცდებით სწრაფად მოგახსენოთ გუნდების შემადგენლობა. მე შევეცდები რომ ჩვენი ნაკრები წარმოგიდგინოთ. ნომერი 15 მერაბ კვირიკაშვილი, თამაზ მჭედლიძე, ნომერი 14 13 დავით კაჭარავა, 12 მერაბ შარიკაშვილი, 11 სანდრო თოდუა, ნომერი 10 ლაშა ხმალაძე. ვაჟა ხუციშვილი გაუწევს მას პარტნიორობას ნახევარდაცვაში. შერკინების პირველი ხაზი მიხეილ ნარიაშვილი, პირველი ნომერი ზურიკო ჟვანია, ნომერი 2 ლევან ჩილაჩავა, 3 ნომრად გიორგი ნემსაძე და კოტე მიქაუტაძე. მეორე ხაზში შესაბამისად 4 და 5 ნომრები გიორგი თხილაიშვილი. მესამე ხაზში 6 ნომერი, 7 ნომერი შალვა სუთიაშვილი. დღესაც გამოუძღვება ნაკრებს, იგი მე-4 იქნება ეროვნული ნაკრების კაპიტანი და ლაშა ლომთაძე. ნომერი 8 ერთ-ერთი ყველაზე საიმედო ამ ბოლო დროს გამოჩენილი წელს გამოჩენილი მორაგბე. რაც შეეხება ესპანეთის ნაკრებს თხოვთ წარუდგინეს საზოგადოებას. სიამოვნებით მე ტრადიციულად 15 ნომრიდან ჩამოვყვები ბრედლი ლინკლეიტერი, გახლავთ ფულბეკი, შემდეგ ხულენ გოია 14, მარკოს პოხი და ტიბო ვიზენსანგი ცენტრების პოზიციაზეც შესაბამისად 13 და 12 ნომრად, სერხი ობანელი მეორე გარემარბით 11 ნომრით, დანიელ სნი 10 ნომრად ითამაშებს, ხოლო გიომ რუე 9 ნომერი იქნება ამ მატჩში. ფრენკ ლაბე, ბენიატ ოსკი და ხესუს მორენო პირველი ხაზი შერკინებისა, დავით გონსალესი და ხესუს რეკუერდა მეორე ხაზში, რეკუერდა კაპიტანი გახლავთ გუნდისა, გოტიე ჟიბუენი 6 ნომერი, იგნასიო ვილანუევა 7 და ხაიმე ნავა 8. მთავარი მწვრთნელი სანტიაგო სანტოსი, ხოლო მთავარი მსაჯი ალექს რუისი, მას ეხმარებიან ვენსან ბლასკო და სედრიკ კლავი. ტიმ ლეინის წარდგენა დამავიწყდა მილტონ ჰეიგის, ტიმ ლეინი უკვე ისტორია. მილტონ ჰეიგის. ვისარგებლებ სანამ გახსნის ცერემონიალი მიმდინარეობს და კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ ამის უთქმელობა არაფრით არ შეიძლება. დღეს უпростоროდ რამოდენიმე დღის წინ გარდაიცვალა და დღეს მიაფარეს მუდმივ სასუფეველს ბატონი ვახტანგ ფეთუიაშვილი. პირველი, მეორე, მესამე თაობის მორაგბეებს ახსნა ნამდვილად არ ჭირდებათ ამ უკეთილშობილესი და სიტყვები არ ყოფნის ნამდვილად არ ვამეტებ. საერთოდ არის ხოლმე მიღებული ფრაზები, როდესაც ადამიანი გარდაიცვლება და იმაზე რაღაც ამაღელვებელი და გაფეთიშებული ტექსტებით ლაპარაკობდნენ, მაგრამ ბატონი ვახტანგ ფეთუიაშვილი თუ კი რამე არსებობს სიტყვას კეთილშობილის, რაინდის და მის მაგვარის სინონიმები ყველაფერს ერთმნიშვნელოვნად იმსახურებდა. ესე რომ ქეთს ვიხრი მე პირადად ამ ადამიანის მიმართ, დარწმუნებული ვარ თამამად შემიძლია იმის თქმა რომ ქეთს იხრის მთელი სარაგბო სამყარო, თუ კი რამეს თამამად შემიძლია თქვა, აი ეს მათი სახელით ნამდვილად შემიძლია გითხრათ. ეხლა კი დაუბრუნდეთ
უნივერსიტეტის სარაგბო სტადიონზე ქართველების ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდის ტრიბუნები. სასიამოვნო ფორმალობა დასრულებულია. ნიაზ უკვე თამამად შეგვიძლია გადავიდეთ თამაშზე. საინტერესო შემადგენლობაა, მეტის თქმა მე მგონი შეიძლება და აუცილებელიც არის. უბრალოდ როდესაც გადახედავ ჩვენი გუნდის შემადგენლობას, ნამდვილად ეს არის ძალიან ესეთი შეიძლება ითქვას სამსჯელო შემადგენლობა. მოგეხსენებათ, არ არის რამდენიმე ისეთი მორაგბე, რომლის ნახვასაც ჩვენ ძირითად შემადგენლობაში მივეჩვიეთ და მაგალითად შერკინებას მინდა გადავხედო. საინტერესოა მესამე ხაზი მაგალითად ჩემთვის, რომელიც გიორგი თხილაიშვილი, შალვა სუთიაშვილი, ლაშა ლომიძე, თხილაიშვილის და სუთიაშვილის მე მგონი უფრო ჩამშლელი ტიპის მოთამაშეები არიან, როგორც წესი ჩვენ ასე მივეჩვიეთ ყოველ შემთხვევაში. ძალიან საინტერესოა როგორი თამაშებენ ისინი უკვე შეტევის და შექმნის თვალსაზრისით. სამაგერო ძალიან კარგი ორგანიზატორი არის ლაშა ლომიძე. წეღან თქვი და ფრაზა არ დამემთავრებია იმის თაობაზე, რომ წელს გამოჩენილი სანაკრებო დონეებში მოთამაშეებიდან ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მე მგონი ლაშა ლომიძე არის. მართალია უნაკლო არ გახლავთ, მაგრამ მე მგონი ამ ბიჭმა თუ გააგრძელა ის პროგრესი, რომელსაც აი ამ ბოლო რამოდენიმე თვეში განიცდის, დიდი მორაგბე უნდა დადგეს. პირდაპირ ვეკითხი, ვის მაგონებს მისი თამაშის სტილი, ინგლისის იტალიელების ნაკრების კაპიტანს და 8 ნომრისას სერხიო პარისეს ტიმლეინი სერჯიო, როგორც ალბათ უფრო იტალიურად სერჯიო უფრო გაიჟღერებს. ეს კი მსაჯი. მების გამო ხომ არა ნიაზ? არა, მე თამაშ სტილის გამო. სხვა შორის დიდი ხანია უკვე ესეთი სტილის 8 ნომერი არ ყოლია თემობენდიაშვილიდან მოყოლებული. მე იყო საშა ნაჭყებია, იყო ძალიან საინტერესო ამ პოზიციაზე ბოლო მოხიკანი ალბათ კახა კობახიძე იყო და აი ზუსტად იმ თვისებებით არის დაჯილდოებული, რომელიც 8 ნომერს უნდა გააჩნდეს. აი ახლა ვნახოთ რა თვისებებითაც არის დაჯილდოებული. ჯერჯერობით მოხდა ის, რომ დავჯარიმდით ძალიან უცნაურად, როგორც ჩანს წინ იდგა დამტყმელზე ერთ-ერთი ჩვენი მორაგბე, დამტყმელი კი ვაჟა ხუციშვილი გახდათ. ითამაშა ბურთზე წინ დგომმა მორაგბემ და რის გამოც დავჯარიმდით ესპანელებმა პირველივე წუთზე 30 წამზე მიიღეს ჯარიმის კარში დარტყმის და ანგარიშის გახსნის საშუალება. ლინკლეიტერი, წარმოშობით ზელანდიელი, რაც შეეხება წარმოშობას, მართალია ყველა ესპანეთის მაისურით არიან გაერთიანებულები და პასპორტების დარწმუნებული ვარ ექნებათ, მაგრამ 4 ფრანგი გახლავთ მათ შორის, 2 ზელანდიელი გახლავთ, ერთ-ერთ თქვენ თვითონ ადევნებთ თვალს, ბედლი ლინკლეიტერს, რომელიც ჯარიმის დასარტყმელად ემზადება და ასე შემდეგ. კიდე არის არგენტინელების რამოდენიმე. მით უფრო სასიამოვნო იქნება ამ გუნდის დამარცხება მე მგონი. რაც გვევალება კიდევაც მიუხედავად იმისა, რომ შემადგენლობა ექსპერიმენტალურია თუ როგორც არის, ამას უკვე აღარანაირი მნიშვნელობა არ აქვს და ამ თემაზე საუბარსაც აღარანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ფაქტი ერთია, რომ მათ აქვს კონკრეტული დავალება ამ თამაშის გამარჯვების მოპოვება და ეს უნდა შეასრულოს. აუცილებლად მით უმეტეს, რომ მოვლენები ჩვენ ჯგუფში ისე ვითარდება, რომ აუცილებლად უნდა მოვიგოთ. ახლა დარტყმას მივადენოთ თვალი, რომელიც არის ზუსტი, როგორც ჩანს, ბრედლი ანგარიში გახსნა მესამე თუ მეორე წუთზე. მესამე წუთი არც კი დაჭირვებია. 3-0 დაწინაურდნენ ესპანელები. სასიამოვნო აქ ნამდვილად არაფერი არ არის, მაგრამ პანიკაში ჩასავარნიც არაფერი გახლავთ. ჩვენები ემზადებიან უკვე ცენტრიდან თამაშის დასაწყებად და მეკო ემზადება ამის გასაკეთებლად. სხვათა შორის უნდა აღვნიშნო მეკოს ფანტასტიკური თამაში, ბოლო თამაში მოხდებაში პორტუგალიასთან. ნამდვილად ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო იყო თუ საუკეთესო არა. კი, ესპანელები დაეუფლდნენ ბურთს. თავიანთ 22-თან არიან, რაკში აკონტროლებენ ბურთს, გადააწოდეს უკანა ხაზში. თუ ხელით შეუტევენ, არაპირებენ ხელით შეტევას, შორს დარტყმული ბურთი, რომელსაც დაეუფლება მეკო აუცილებლად მიიღებს და ფიქრობს ახლა როგორ გააგრძელოს, ცოტა შეყონდა, მაგრამ ამით იმეტოფეც დააბნია და შემდეგ მოხდა ის, რომ
კიდე დავჯარიმდი. მერთო ჩემო. ეს ფერი ძალიან ცუდად მაქვს აქმული გულახდილად რო გითხრათ გეხსოვებათ ალბათ პორტუგალიის მატჩი. მაგრამ ესე წვრილმან ჯარიმები კარგს არაფერს მოგვიტანს მესამე წუთი არ არის ჯერ გასული და უკვე მეორე ჯარიმა მივიღეთ და ესე ამის დასაწყნელად ემზადება გასაგებია ბრედლი მაგრამ ისე საინტერესოა რომ ლინკლეიტერი წარმოშობით ზელანდიელი ისე საინტერესოა ის ფაქტი რომ რეფერი ალექს რუისის გვარი ცოტა მაფიქრებს კი არის ფრანგი ოფიციალურად მაგრამ რუისი გვარი არ არის ფრანგული წარმოშობის უფრო ესპანურს წააგავს. ხო, ნუ მაგის წარმოშობაზე. და იმედია გენეალოგიური ხის კვლევას დღეს არ დაიწყებს და არ იმედი უფრო მაგ თავის წინამორბედის თბილისში რო ყავდა სტუმრად ანალოგიური მაისურით, იმიტომ გითხარით რომ ალერგია მაქვს მეთქი. ამ მაისურზე ისე არ მოიქცევა, ნუ ახლა იმან თავის თავს გადააჭერბა თბილისში ვინც იყო, მაგრამ აქ ჯარიმა იყო და ნუ მე აქ ჯარიმა. ჩვენების კრიტიკით უფრო დავკავდებოდი, ვიდრე საჯისარო კვალიფიცირებული. წინასწარ თადარიგი დავიჭირე რომ მე ეს უკვე ბევრად უფრო რთული დარტყმაა და შესაბამისად არც გადის კარებში, რასაკეთებს ახლა ვეღარ გავიგე რა. რასაკეთებს ახლა მიხაუტაძე, ნამდვილად უპატიებელი შეცდომა, ასეთი რამის უფლება საკუთარ თავს არ უნდა მიცეს საკუთარი კარის წინ. და ბოლოს მე რა მიკვირს, იქ იდგა 5 ადამიანი, ბევრად უფრო მოხერხებულები, უკანა ხაზელები და ერთ-ერთმა შეიძლება რომ 50 მეტრიდან დარტყმულ ბურთზე თქვას რომ ეს ბურთი ჩემი არის და მიიღოს უფრო კვალიფიცირებული. მისი იყო ალბათ ნიაზ უბრალოდ ასე უდიერად არ უნდა მოპყრობოდა, კერძე უნდა მიიღო ეს ბურთი კლასიკურად, როგორც საერთოდ კეთდება ხოლმე. შეიძლება ზედმეტი თავდაჯერებულობისთვის დავისაჯოთ. ჯობნით მეტოქეს 35.35 ფული ჩერკინების სიმძიმეში, ნახოთ როგორ ჯობნით ამ სიმძიმით მიწოლაში. ჯერჯერობით ესპანელებმა მოგვაწუნენ. ბურთი გაიჭედა შუაში. არა? და დავჯარიმდნენ ესპანელები. პირველი ნომერი ჯარიმდება ჩავარდნისთვის. დაკაჩვისთვის ქვემოთ. ფრენკ ლაბე. ნუ იმედია რომ შერკინებაში ყველაფერი წესრიგში გვექნება. და იმედია რომ ბურთს მოვიპოვებთ. რა თქმა უნდა, ბურთის მოპოვების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება არის სტატიკაში შერკინებიდან მერე გახლავთ აუტიდან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აუტი ჩვენი მოსაწოდებელი იქნება. პირველი მე მგონი დალაგებული შეტევის საშუალება გვაქვს აქამდე სულ იყო ან დაკიდებულ ბურთს ჭერდი და უტერდი და შემდეგ ვარგავდით. ჩვენი სათადარიგოები არიან ბატონებო კადრში. კი, მათზეც ვიტყვით 2-20 სიტყვას, ისეთ საკმაოდ საინტერესო ფენომენია დღევანდელ მატჩში. ჟვანია მოაწოდა აუტი და ვერ მოვიგეთ ეს აუტი, რო გითხრათ რომ ესპანელებმა ჯიბეს ჩაიდესო. არ გახლავთ ესე, მაგრამ ყოდშეტევა კი ნამდვილად წამოიწყეს. ხესუს რუოპარდი იყო, მარცხენა ფრთაზე გადაიტანა ბურთი რუემ, მარცხენა ფრთითვე გვიტევენ ესპანელები. დაცვა ჯერჯერობით საიმედოდ დგას. რუემ ამჯერად მარჯვნივ გამოიტანა ბურთი, უნდა და აი ხა კონტრიერიში ძალიან კარგი შანსი შეიძლება გაჩნდეს ლომიძე დაეუფლა ბურთს. ხუციშვილი მარცხნივ გაათამაშა ჩვენებმა ბურთი, ისე მეკოჩა ერთო შეტევაში, სრულმოძრაობით რამოდენიმე მეტრი წაიარა წინ, ხუციშვილმა ჩხარა უნდა გაიტანოს და მარჯვნივ მოახერხა ბურთის გატანა, რო გითხრათ ზუსტიო არ იყო ზუსტი, მაგრამ ხმალაძე ამ ბურთს ისევ დაეუფლა. ჩვენი კონტროლის ქვეშ არის ეს ბურთი, ცაცხელია გაშვერილი, ჩვენ მხარეს ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ჯარიმა მინიმუმ უზრუნველყოფილი გვაქვს, ჩვენები აგზელებენ შეტევას. და საჯმა დააბრუნა ის, რაც მანამდე ქონდა დაფიქსირებული. ძალიან არაკონცენტრირებული ჩანს ჩვენი ნაკრები, რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს. კეთდება რამ არც თუ გააზრებული მოქმედებები, ტექნიკაზე აღარ არის ლაპარაკი. იმედია ეს პირველი ნერვიულობის ბრალია და შემდეგ უკვე ყველაფერი დალაგდება, მაგრამ ახლა ნახეთ რამდენიმე ცუდი პასი, ვერ მიღებული ბურთი, დაკარგული, ძირსდავარდნილი. აუტიდან ცუდი გადმოწოდებული და ასე შემდეგ. და ასე შემდეგ. არ გვეკადრება, თამაგეროდ გვეკადრება აი ასეთი კარგი დარტყმული, რომელიც მერაბ კვირიკაშვილმა შეასრულა, გადავედით მეტოქის ნახევარზე, შევედით კიდეც მის 22 მეტრიან ზონაში და ახლა კარგი აგდება. ხილაიშვილი იყო. ჩამოყალიბება ასაჭირო. დიახ, ხილაიშვილი იყო ახლა კაცთან. მე მაგასთან დაკავშირებით რისი თქმა მინდოდა, რომ მილტოჰენგმა ყურადღება გაამახვილა, რომ ჩვენ ქვეჯგუფში ერთ-ერთი უძლიერესი, ანუ მესამე გუნდად ჩათვალა ესპანეთი. აქედან გამომდინარე მობილიზებული იყო გუნდი აშკარად. და ერთმნიშვნელოვნად და იმედი მაქვს ეს მობილიზაცია გამოჩნდება. აი ის რასაც ვამბობდი, მოლი მართლაც ჩამოყალიბდა, მაგრამ მოლში აღარ არის უკვე ბურთი, რადგანაც გამოიტანა იქიდან ნარიაშვილმა გაატანა თოდუა იყო თუ არ ვწდები ეს შალვა სუთიაშვილი გახლავთ
მარჯვენა ფრთაზე გაათამაშეს ჩვენებმა ხაზზე ბურთი ძალიან კარგი იყო ლაჭყალაძე გადაწყვეტილება ხმალაძის გაგრძელება ვეღარ მოუნახეს მაგრამ არაუშავს ლომიძე ბურთით ისევ ჩვენ დავიტოვეთ უკვე 22 მეტრიან ზონაში ვარ კარგია ესპანელების კარგი და კიდევ უკეთესი თუმცა ბურთი გრჩება ჩვენ შეკინება გაგრძელება გრჩება ჩვენ იმის გამო რომ ბურთი ვეღარ გამოვიდა რაკიდან ბოლოს ფლობდით ჩვენ შესაბამისად გრჩება ბურთი ქართველებს. საკმაოდ კარგი პოზიცია, სასტარტო პოზიცია არის შეტევის გასანვითარებლად. სადღაც ცენტრალურ ზონაში გახლავთ ბურთი, ჩვენ ვართ კარიდან სადღაც 18-19 მეტრში და რაღაცა გადაწყვეტილებას ალბათ დაალაგებენ. უკეთეს მე მგონი ვერც ვისურვებთ, ახლა ფაქტია ვთქვათ ერთი რამე რომ აუტიდან ვერ მოვარჯულეთ ბურთი ერთი მეორე აუტიდან. იმედია შერკინებიდან მაინც მოვარჯულებ და ის იდეა რომელიც ჰქონდა ჩადებული ვარჯიშზე, განხორციელებადი უნდა იყოს ამ სიტუაციაში. ვაჟახუციშვილი ბურთით შეაგდებს შერკინებაში მას და განახლდება თამაში. ძალიან საინტერესოა რაზე ითამაშებს ჩვენი გუნდი, მიაწვეს და დააჯარიმოს მეტოქე და სამი ქულა აიღოს. ერთი მეორეს არ წმენს სხვათა შორის. თუ გამოიტანს და ჯერჯერობით დაგვიდგნენ ესპანელები, მაგრამ საწავლენ დავძარით შერკინება. დავძარით და მე მგონი ესპანელები უკვე ჯარიმაში იყვნენ. არა მსაჯი ამას არ ანიშნებს, ამბობს რომ თავიდან უნდა დადგეს შერკინება, თავიდან უნდა შევარდეს იქ ბურთი და ხოლო ამის შემდეგ იფიქრებს უკვე დაჯარიმებას. მე მომეჩვენა რომ გოწე ჟუბიენი მე-6 ნომერი ცოტა ადრე წამოდგა. რასაც თვირობს ახლა ვაჟახუციშვილთან მსაჯი ვერ გეტყვით, მაგრამ განმეორებით თუ იციო შემდეგ რაღაცეები. ხო, აი მაგ ინგლისურს მე რო გავიგებ გამარჯობა. არ ვიცი ვაჟახუციშვილთან რა იყო აქ ასახსნელი შერკინებაში იყო ბურთი, წინ მიდიოდა, წინ სვლა ჰქონდა სრული უფლება ჰქონდა ვაჟახუცის იქიდან ბურთი არ გამოეტანა. რა თქმა უნდა. იმ დრომდე სანამ მისთვის მისაღები არ იქნებოდა. დაუკვირდეთ, არა, კიდევ უკმაყოფილოა მსაჯი რუისი, რომელიც ბურთს ეუბნება რომ შენი მხარი არ იყო ზუსტად ჩართული საქმეში, გარეთ დაგჭა. შეიტანე შიგნით და თავიდან დაიწყეთო. ცოტა გაჭიანურდა ეს შერკინება, რადგანაც დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ჩანს, იმას თუ ჩვენ მოვახერხებთ და დავჩაგრავთ მეტოქეს და ისინი გაგვიძლებენ თუ არა. ამას პირველ ფაზაზე რო გავჩერდეთ ჯობია რა ჩვენ თქვენიკა. პირველივე წუთიდან ამას დიდი მივაწექით, გადასარევია, მშვენიერია ლომიძე აკონტროლებს ბურთს, ამოიწყო შეტევა. მარცხენა მხარეს შეტრიალებული ბურთი. ისე შევიდა კონტაქტში. ხილაიშვილი, კარგია, დროულად უჭირდება მოხმარება, ჩქარა თუ გამოვიტანთ ბურთს, ახლა უკვე მარჯვენა ფრთაზე ლაშა პასი. გადაწყვეტილება და ცუდი პასი. დამსაჯმა დააბრუნა ის ჯარიმა, რომელიც შერკინებაში მიიღეს ესპანელებმა. ამგეს რატომღაც გონიათ, რომ თამაში გრძელდება, ვერ გეტყვით რატომ, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ იქ ჯარიმა არის და ან გასათამაშებელი, ან კარებში დასარტყმელი. ალბათ უფრო რაციონალურ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რახან მეკო გამოჩნდა ბურთთან, პასი იყო ნამდვილად საშინელი. მოდი ყოველგვარი იმის გარეშე ვთქვათ, რომ საშინელი პასი. მანამდე გამოტოვებული იყო 3-4 მოთამაშე. ადრესაც რომ მისლოდა, ნამდვილად კარგი შეტევა ვითარდებოდა, თუმცა მარტო გამოტოვება არ არის საკმარისი. უნდა მივიდეს მისამართზე. კი, იდეა გასაგებია, რომ კარგი იყო, მაგრამ იდეას შესრულება ჭირდება. 3-4 მოთამაშის გამოტოვება კიდე როგორ გითხრა, ახლა რამდენად სწორი გახლავთ, ვერ გეტყვით. აი მაჩხანელიც გამოჩნდა. ექს-კაპიტანი გამოჩნდა საქართველოს ნაკრების ირაკლი მაჩხანელი. ბიჭებს წყლით ამშვიდებს და ცოტა გაგრილების საშუალებას აძლევს. ტრიბუნებს თუ დააკვირდებით, ყველა მოკლე სახელოვან მაისურში, ესე იგი მადრიდში კარგი ამინდია. არავის არ ცივა იქ. წყლის დალევა სწორედ რომ დროული იქნება ახლა ჩვენი ყოფილიყავი მაგ სტადიონზე შარშან ამ დროს ყველაფერი გადასარევია იქ გარდა იმისა რომ ბეტონის დასაჯდომებია მხოლოდ და მხოლოდ. არც მეტი, არც ნაკლები. შენი მუთაკით უნდა წახვიდე. ხო, შენი მუთაკით და საკუთარი მუთაკები ქონდათ მოტანილი ცენტრალურ ტრიბუნაზე 10 კაცს და დანარჩენები იჯდნენ ბეტონის საჯდომზე. მეკოს პასუხი ვნახოთ. უნაკლო 3-3 დროული იყო. სივის კაპიჭირდებოდა ჩვენებს. მე-12 წუთზე ათანაბრებს ანგარიშს, ხდება 3-3 და ესპანელები ცენტრიდან განაახლებენ თამაშს. ესეც ქართველები, რომლებიც დარწმუნებული ვარ, მარტო ესენი არ არიან იქ, ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლები კიდევ ბევრი იქნება და ჩვენ გულს გულშემატკივრობენ, ვიცით რომ ხშირ გერმანიაში მაგალითად ქართველი უფრო მეტი იყო ვიდრე გერმანელი. მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ შეიძლება აქაც ასე იყოს. დაკიდეს ესპანელებმა ბურთი. ჩვენივრად მიიღონ ემსაძემ.
ჩვენები აკონტროლებენ ბურთს, აპირებენ მოლის დაძრას, დაძრეს კი, აგრძელებენ შეტევას, ძალიან კარგია. გაიარეს რამოდენიმე მეტრი, კიდე გრძელდება ჩვენების შეტევა ჯგუფურად. აქ დეზდემონა ეგორნა და აღჭობდა მე მგონი საცხელი აქ უკვე გაშვერილი ჩვენ სასარგებლოდ და ჯარიმა დაინიშნება ჩვენ სასარგებლოდ ძალიან კარგი 20 მეტრიანი დრიბლინგი იყო ჯგუფური ძალიანაც კარგი ეს კომპონენტი უკვე გამოჩნდა რომ უკეთესი გვაქვს არ ჩვენ ისედაც ვიცოდით რომ უკეთესი გქონდა კი მაგრამ ამას დამტკიცება ამას დადასტურება და ასე ვთქვათ გაფორმება ჭირდებოდა გეტანხმები ეს უკვე გავაფორმეთ ვაჩვენეთ მეტოქეს რომ ამ არაფრით არ მოგვიკოჭლია მას შემდეგ რაც ბოლოჯერ შევხვდით ასე რომ ეს პლუსი უკვე გვაქვს ამას უნდა გამოყენება და შემდეგ უკვე თამაში უკანახაზელებით რომლებიც ძალიან კარგი გვყავს ეს არის ჩვენი ყველაზე ოპტიმალური უკანახაზი ალბათ რაც შეეხება მცირე ისტორიას ჩვენსა და ესპანელებს შორის სულ 15 ჯერ ვართ შენახვედრი ერთმანეთს ერთი წამი არ შემეშალოს 11 გამარჯვება დიახ 11 გამარჯვება 3 დამარცხება და 1 ფრე ყველაფერი ერთად აღებული 15 თამაში გამოვიდა. ჟვანია ემზადება ბურთის აუტში მოსაწოდებლად. აი როგორც იქნა, არა, მოვიგეთ მეთქი მინდოდა მეთქვა, მაგრამ კი მოვიგეთ, მაგრამ რის ფასად 3 აუტიდან ორჯერ შევცდით. ეს ძალიან არასახარბიელოა. შეიძლება რაღაცნაირად გაუგო ჟვანიას, იმიტომ რომ ის არ არის პროფესიული ვეღარანაირ იმას ვეღარ გაუწევთ, რომ ჟვანია არ არის ხუკერი, ჟვანია უკვე ამ წუთისათვის ხუკერია, გამომდინარე იქიდან რომ ჩვენი ძირითადი ხუკერები დამტრეულ ტრავმირებულები არიან გასაგები, ამიტომაც უწევს კარგი ცხოვრებისგან არ არის ეს. დიახ, მაგრამ ეს იდეა მანამდე იყო ჩადებული, მისი გახუკერება. ესე რომ გამომდინარე ყველაფრიდან გასაგებია რომ ეს ახლა პირველი ნომერი ხუკერია და ცოტა მეტი სიფხიზლე ჭირდება მას ამ კონკრეტულ ეპიზოდში, როდესაც ბურთს აუტიდან აგდებს, ეს ერთი მომენტი და მეორე მომენტიც ჩვენ დასაუბედო რომ ჩალვა მამუკაშვილის კარგახმით არის დამტრეული პორტუგალიასთან მატჩი რომ დაემტვრა მას ოპერაცია ჩაუტარეს ფეხის და ვერ გეტყვით ზუსტად როდის გამოჯამთრდება მისი წინამორბედიც ანალოგიურ სიტუაციაშია ესე რომ კარგა ხანი იქნება ის უკვე პირველი ნომერი ხუკერი საქართველოს ეროვნული ნაკრების და უარი მეტი სრულიად უჭერ მხარს მის ყვაჭობას იმიტომ რომ ბუნებრივი მონაცემები და ინსტინქტები სრულიად ხუკერის აქვს აბსოლუტურად ვეთანხმები ამ მოსაზრებად მაგრამ ჩვენივრად მიაწვნენ ჩვენები მაგრამ ესპანელებმა მაინც მოახერხეს ბურთის გატანა და სიღრმეში გაათამაშეს გაჭარავა თავგუდმოგლეჯილი გარბოდა რომ ის თავისი ადგილი შეევსო და შვენივრად შეავსო კიდეც გადადენა ბურთიანად ესპანელი თაზომჭედლიძესთან ერთად. კი, რა თქმა უნდა, მაგრამ გაჭარავა ერთი წამი თითქოს დააგვიანაო, მაგრამ ბოლოს სიჩქარე აკრიფა და ის ადგილი სადაც მას უნდა შეევსო შეავსო კიდეც. კი, თაზომჭედლიძე იყო, რომელმაც გამოანათა ეკრანზე. ძალიან კარგად ითამაშა. პოზიციურად მიუხედავად იმისა, რომ კაც ნაკლულები იყვნენ, დაცვაში პოზიციურად ძალიან სწორად ითამაშა. სვაცოჟის თაზჭელიძეს ახასიათებს, კარგი იყო. აი ეს, მაგრამ ეს არ იყო კარგი სამაგერო ნარიაშვილი დაეუფლა. ეს გასაშალაშინებელი გვაქვს. აუცილებლად ეს კომპონენტი ლომიძე კი გადასარევია. წამოდგა ფეხზე, არ იყო ბოჭვა არ ჩაითვალა, ცხადია, გაგრძელდა თამაში. სუთიაშვილი დაეჯახა, მაგრამ მარტოა სწრაფად გადაყარა ჩილაჩავამ და სწრაფადვე გამოიტანა ხუციშვილმა. კარგია გაძრა ის რაც ბევრჯერ გაუკეთებია ლაშას არა გაგრძელება უნდა სად იყო გაგრძელება ღმერთო ჩემო გაგრძელება მე გააკეთა ლაშა ხმალაძემ ფანტასტიკური რეიდი მოაწყო და ბოლო პასი სიტყვასაც ვერ ვნახულობდა თავს ვიკავებ საქმეც ისაა რომ იყვნენ დამხმარეები უბრალოდ ისე მიეფარნენ ისინი ესპანელებს რომ ვეღარ ეს არის სიტუაცია, როდესაც თითქმის ხელიდან უნდა გამოართო ნამდვილად ასია. იმდენად მოკლე დისტანციაზე უნდა. კარგად ვერ შესთავაზეს თავი ბურთიან მოთამაშეს. ესაა მთელი პრობლემა ამ ეპიზოდისა. ახლა კი ესპანელები უტევენ ჩვენ ნახევარზე გადაკიდებული ფეხით, რომელსაც დაუფარა ახლა ხუციშვილმა. გაგეცინება და ხუციშვილმა დაუფარა.
რატო გამეცინება ეს კაცი ყოველთვის მოწადინებულია და ყოველთვის ვაჟა ბრძოლის უნარიანი მოთამაშეა უბრალოდ იმის თქმა მინდოდა რომ ყველაზე დაბალია მოიდაზე ეხლა ხო თუ მან აიღო ბურთი კი ყველაზე აიღო მშვენივრად კი ეს მაღალი დაკიდებული ბურთიც ვაჟა ხოსიშვილმა და ეს იმ სიტყვების დამადასტურებელი მაგრამ დაიკარგა ბურთი არ ვიცი რა მექანიზმით და რა ხერხებით მაგრამ ესპანელებმა ჩაიგდეს უკან ბურთი და ახლა გძელებენ შეტევას ნავა გახდა ბურთით ესპანელებმა შეკრეს მოლი ეხლა უკვე მარცხენა ფრთაზე ცდილობენ ბურთის გათამაშება აი აქ მომენტია როდესაც ჩვენ შეგვიძლია წავართვათ ეს ბურთი არა უპირატესობას უბრუნებს მართლაც წავართვით მაგრამ მანამდე ვიყავით როგორც ჩანს დაჯარიმებული მიხეილ ნარიაშვილის დაურღვევია აფსაიდის წესი ის შემდეგაც ესპანელებმა მიიღეს კიდევ ერთი ჯარიმის ალბათ დარტყმის უფლება დავაკვირდეთ როგორ გამოიყენებენ ხუციშვილის თამაში მართლაც კარგი იყო ამ ეპიზოდში ჯერ დაუფარა შემდეგ იქ პატარა გადაკიდებული ბურთი თვითონ აიღო მაგრამ ამას ყველაფერს ზღვარი აქვს. ნუ ესპანელები ნახე კარებში დარტყმა აღარ იკადრეს, გადაწყვეტეს აუტში დაარტყან ეს ბურთი და ლელოზე აიღეს აქცენტი. საინტერესოა. საინტერესო თემა იმასაც გეტყვით, რომ ესპანელები სულაც არ არიან ხელსამოსაკრავით ეს რეპორტაჟის დასაწყისშიც მოგახსენეთ, მაგრამ პირველ მატჩში ესპანელებმა 53-20 დაამარცხეს რუსები. ის რუსები, რომლებმაც დღეს რუმინეთს მოუგეს 16-13. არც მეტი, არც ნაკლები. რუმინეთის გუნდ. რა თქმა უნდა, რუსებთან და რუმინელებთან ჩვენ მომავალ ტურებში გვექნება თამაშები, მაგრამ ესპანელების ესპანელების შესახებ საკებარი სიტყვა შევაწერე რამოდენიმე. მოაწოდეს აუტი, შეკრეს მოლი. მოიწევენ ჩვენი ჩარტის მოლი თუნდა დაგვალელოვონ ჩვენ ქართველები. მოლის ჯიბიე იყო ბურთით, რომელიც ბურთზე კონტროლს არ კარგავს, ესპანელები გვაწვევიან, მოახერხებენ თუ არა, მე მგონი უკვე შევაჩერეთ მათი. ვერაფერსაც ვერ მოახერხებენ, რადგანაც ალბათ შეკინება დაინიშნება. არც ისეთი იოლის საქმეა, აქედან ჩვენთვის ლელოს დადება. შერკინება დაინიშნება ალბათ ჩვენ სასარგებლოდ ეს არის. ეს მოხდა ჩამოყალიბდა მოლი, რომლიდანაც ბურთი არ გამოვიდა, გახდა უქმი. შესაბამისად გადაეცა მოწინააღმდეგეს ამ შემთხვევაში ეს აღმოჩნდით ჩვენ. არ დაემთხვა ესპანელების სურვილი ამ შემთხვევაში. მათ შესაძლებლობებს. მათ შესაძლებლობებს აშკარად აღემატებოდა, მაგრამ შეიძლება მეორე ან მესამე სიტუაციაში რაღაც უფრო სხვა მონახო. ისე ჩვენში დარჩეს და ვერნერი გამართლება ვერ აქვს პირველი ტაიმის მე-10 წუთზე რისი მე-10 დაპატეთ მე-20 წუთზე 3-3-ზე კარებში არ დარტყმას ხო, თავხედობა უნდა ამას. თავხედობა კარგი გაგებით რა თქმა უნდა. კი, რა თქმა უნდა, კარგი გაგებით. ხო, იმას მოგახსენებდით, რომ რუსები დაამარცხეს დღეს რუმინელები 16-3, ეს მესამე ტურის პირველი მატჩი გახლავთ. პორტუგალიელები გერმანელებს 22 საათზე, 10 საათზე შეხვდებიან, საღამოს 10 საათზე შეხვდებიან დღესვე მესამე ტურში და ყველაფრიდან გამომდინარე რუმინელები ჯერჯერობით ამ მატჩის დამთავრებამდე ლიდერები არიან. მათ 11 ქულა გააჩნიათ, მათ ერთი პრემიერული ქულა აღება მაინც მოახერხეს. რუსები 9 ქულით ჩვენთან ერთად მეორე მესამეზე ადგილზე არიან. 3 ნომერს დავემშვიდობეთ ალბათ დროებით ალბათ დროებით თვალზე იფარებს შეიძლება სისხლის ამბავი იყოს მიხედავენ მას რომ გამოვიდა აგვისტინ ორტისი გამოვიდა მის ნაცვლად შეავსებს მის პოზიციას 3 ნომერზე ეს რამეზეშვილი ერთ და მეორესაც მე მგონი თავისად არ მგონია მეცე გმინდოდა მე თქვა რამეზე იმოქმედოს 14 დაძდებს ოღონდ მაგი გააჩერო და უკანა და აკევინო და ისე აგიხდათ ყველაფერი როგორც ახლა ყველაფერი აგიხდა მე დავძარით რა თქმა უნდა ესპანელების შერკინება და დავაჯარი მეტ კიდევაც მე ჩვენმა შერკინებამ და ჩვენები ახლა გადაიტანენ ალბათ აუტში ბურთს აუცილებლად აუტში გადაიტანენ სხვა გამოსავალი აქედან და სხვა თამაში აქედან არც არსებობს მით უმეტეს მე-20 წუთზე როცა ანგარიში 3-3-ია თუ ძალიან არ გიჭირს სხვა არც უნდა აუტს აქ 4 მოწოდებული აუტიდან 2 წავაგეთ მესამე ძალიან ცუდად მოვაწოდეთ და ასე შემდეგ რო გითხრა რომ ეს დარტყმული იყო იდეალურიო მოვიტყუები არა იდეალური ნამდვილად არ იყო ლაშახმალაძე დაარტყა უფრო ალბათ იმაზე რომ დამაჯერებლად გადაეტანა და არ გაერისკა, მაგრამ ცოტა ახლოს მოუვიდა, უნდა ვაღიარო, თუმცა თავარია ეს ბურთი კარგად იქნას მოგებული. პირველ რიგში ეს გვადარდებს ახლა ჩვენ რომ კარგად ითამაშოს შერკინებამ, კარგად მოიგო ბურთი. შვენიერი იმიტომ გითხარი რომ მე-7 მერვე კაცზე ბურთის აგდება და იქ მოგებაზე ფიქრია რა, ეტყობა ჯერ ადრეა.
ბევრად უფრო საიმედოა მეორე მესამე კაცზე თამაში როგორც აი ეხლა იქნა ნათამაშები და გიორგი ნემსაძემ შვენივრად მოიგო ეს ბურთი ბურთიც გააკონტროლეს და ჩვენმა მოახერხეს ხმალაძემ ახლა უკვე ნამდვილად უკვე კარგად გადაიტანა საკმაოდ შორს მოვიშორეთ ბურთი ეხლა კი ესპანელები მოაწყვიან ბენიატი ოსკი ეძადება აუტიდან ბურთის შემოსაგდებად ჯერჯერობით უძრაობაა დერეფანში არავინ მოძრაობს აი ახლა აკდო მანაც ბურთი და ისე კარგად და ხუციშვილი არის ყველა მაღალ ბურთებზე ჩვენები აკონტროლებენ ბურთს ლაშახმალაძე ბურთს შემოჭ გადააწოდა მორკინი აი ეს კი მომეწონა აი ეს ენერგია გჭირდება ახლა ჩვენ მოაწყვა ამას მხარდაჭერა ჭირდება ლევანჩილაჩავა იყო ბურთით მარცხენა ფრთაზე გაათამაშეს ბურთი ლაშამ თვითონ შეუტია მხარდაჭერა უნდა ამხელა რეიდებს რო აწყობს კაცი და 10 ნომერზე ესეჭრის მოახერხეს როგორც ხდა და მარჯვენა ფრთაზე გაათამაშეს ბურთი მეკოა ბურთით და შედის 3 თუ 4 მცველში ერთად აჩერებენ თუმცა ინარჩუნებს ბურთს ხუციშვილი იქვეა უკვე ხმალაძე უტევს ნარიაშვილი და ჩილაჩავა გაათამაშეს პირველ ხაზელებმა ბურთი ახლა თოდუაა ბურთი და ჟვანიას გადააწოდა რა თქმა უნდა თვითონ დააწოდა ის რაც უნდა გაიგო პასატაცებს და გადასარევს მაგრამ სუთიაშვილმა ჩაიგდო ბურთი მარჯვენა ფრთაზე ათამაშებენ ჩვენები ბურთს 22 მეტრიან ზონაში არიან იჭირეს მაგრამ მარჯვენა ფრთა ისევ რჩება შეტევის მეკო ფეხით გადაუკიდა ბურთი მაგრამ აქ ესპანელები და კონცეტევას უნდა უფრთხილდეთ ახლა რომ არ მოახერხონ წამოღება მაგრამ რის წამოღება ძლივ ვაივაგლახით მოიშორა ბურთი თუმცა კარგად გამოუვიდა უნდა ვაღიაროთ დავარდა მოედანში გადავიდა 22 მეტრს გარეთ ეს ეპიზოდი ხილაიშვილი კაცი აქტივში შეიძლება ჩაგვეთვალოს თუმცა არა იდეალურად ნამდვილად რადგანაც იყო რამდენიმე მომენტი ლელოს დასადებად თუნდაც მაშინ როდესაც ჟვანიას შეტევის შემდეგ ბურთი გამოვიდა არავინ არ შესთავაზა თავი ხმალაძეს ის იზოლებული გახდა რომ მარტო დაჯახებოდა მეტოქეს ესეთი ეპიზოდები ალბათ უფრო კარგად არის დასახვეცი არის ყველა მიცის თელმა გუნდმა რომ ლაშა ხმალაძე ძალიან ხშირად არა მარტო უტევს არამედ ახერხებს კიდევაც ხაზის გარკვევას მეტოქისას რა იქ მოკლე დისტანციაზე არის მასთან შარიკაძე ჯერ ისე კარგად საქმეში არ გვინახავს მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ ნახავთ სუთიაშვილი მარჯვენა ფრთა ლაშა ხმალაძე მარჯვენა ფრთაზე გაათამაშა მეკო თაზოხუციშვილი ჭედლიძე უკაცრავად შეინარჩუნეს ჩვენებმა ბურთი და ეხლა უკვე მარცხენა ფრთაში ისევ ლაშა ხმალაძე და ისევ ახერხებს ხაზის გარკვევა მხარდაჭერა სასწრაფოდ არის საჭირო მარცხენა ფრთაზე გამოათამაშეს ბურთი მეკომ გადაწყვიტა თვითონ შეეტია დაიჭირეს იგი ესპანელებმა მაგრამ ბურთზე კონტროლი არ დაგვიკარგია დავკარგეთ და რომელია მერთო ჩემო ეს რამე თუ ეს რელო იქნება არა ისე მისდევს თოდუა რომ მე მგონი უნდა დაიჭიროს კიდევ ამას უნდა დაიჭერს აი ამასაც თოდუა დაიჭერს ალბათ არა ვეღარ დაიჭერს აქ უკვე უკომენტარებში ეს იყო ნამდვილად ცივი შხაპი რომელიც მიიღო საქართველოს ნაკრებმა გოიამ საკმაოდ ცნობილი გვარის კაცმა დაგვალელოვა 25 წუთზე ეს იყო საქართველოს ნაკრების შეცდომა ერთი რომ დავკარგეთ ბურთი შეტევაში და მეორე ის რომ ვერაფრით ვერ მოვახერხეთ შემდეგ კონტრიერიშის შეჩერება ალბათ გამეორებას გვაჩვენებენ და ვნახოთ თუ სად იქნა დაშვებული ის მთავარი შეცდომა რის შემდეგაც უკვე აღარაფერი ეშველა აი როგორ დაიკარგა ის ბურთი ის არ გამოჩნდა ამ გამეორებაზე სამწუხაროდ ელემენტარულად გადმოვარდა ბურთი რომელსაც არ ყავდა პატრონი და თან ყველაფერი ეს ხდებოდა ჩვენ მხარეს ნუ ის გასაკონტროლებელი არის ბურთი მაგრამ ის რაც ეხლა მოხდა რომ არა მარტო უკონტროლოდ იყო ბურთი იმას გამოუშთა პატრონი ესპანელი რომელმაც აიღო ეს ბურთი ირბინა ნუ ეს უკვე აქ უნდა აღინიშნოს გიომ რუეს კარგი თამაში რომელმაც დროულად დროული პასი გააკეთა ჯერ ირბინას აკმარისად შემდეგ კი დროულად თავისი თანაგუნდელი მონახა მოდი თქვათ რომ ესეც ჩვენ სასარგებლოდ იყო ამან უნდა მოგწეს სტიმული რომ გაუბრაზდეთ მოუმატოთ თამაშის აგრესიას პირველ რიგში მე ჩვენ ხო ნახეთ რამდენჯერაც მოუმატა აგრესიას ჩვენმა გუნდმა ერთეულ შემთხვევებში იმდენჯერ მოხდა წინსვლა ცოტა ალბათ უფრო მეტი აგრესიით უნდა შეუტიოთ მეტოქეს იმისთვის რომ უბრალოდ არ ამოვასუნთქოთ. აგრესიად, მაგრამ ამას ალბათ მეტი გონების და ის ჭირდება. დარქვა ყველაფერი და თამაშის 25 წუთზე ანგარიში გახადა 10-3. ლინკლეიტერი წარმოშობით ზელანდიელი ამის თაობაზე გითხარით, მაგრამ რისი თქმა მინდა რომ შეტევაში იმხელა უპირატესობებს და იმხელა
იმგენს ვქმნით და ვერ ვაგრძელებ და ვერ ვასრულებ ერთად შეტევას, ნუ უბრალოდ არანაირ კრიტიკას არ უძლებ ჩვენების თამაშის შეტევაში რა. რამდენჯერ შეიძლება რომ მხოლოდ ლაშახმალაძეზე რო ვილაპარაკოთ, ერთი 3-ჯერ თუ 4-ჯერ მან გაჭრა ხაზი. და ვერანაირი რეალიზება ვერ გავაკეთე. განმავლობაში კი. ასე იყო. აღარაფერს ვლაპარაკობ იგივე შენ რასაც ამბობდი მარცხენა ფრთაზე ზურა ჟვანიას მიერ წამოწყებულ შეტევას. აი კიდევ ერთი შესაძლებლობა. მარცხენა ფრთაზე. ახლა 3-2-ზე ვართ. აი რასაც ვამბობდი აგრესია. როდესაც როგორც კი ჩვენი მოთამაშეები კარგად მიდიან კონტაქტზე, მათ ვერ უძლებენ ესპანელები. მაგრამ ჩქარა არის მოვლიდან და რაკიდან ბურთი გამოსატანი. ჟვანია მაიტაცა იგივე რაგში გადავიდა თამაში და ამჯერად უკვე მარჯვენა ფრთაზე გადაიტანეს. ჯგუფური დარტყმა მივაყენეთ მორკინალებმა ისევ გავაგრძელებ. აი ჩვენიერი გადასარევი ადგილი მაგრამ უნდა ხარი უნდა დაუჭიროთ ყველაფერი ამის მერე მარჯვენა ფრთა შეტევის ყველაფერი მოლის სუნი დატრიალდა მე მგონი 22 მეტრიან ზონაში ჩილაჩავა აკონტროლებდა ბურთს მარცხენა ფრთაზე გადაიტანს ვითონ ხუციშვილი ბურთს ათამაშოს არა კოტე მიქაუტაძე მაიტაცა ბურთი და მარცხნივ დაარტყა ეხლა გადავედით უკვე მარცხენა ფრთაზე ლაშა ბუკამ შემოუგდო მარცხენა ფრთაზე ბურთი და მე მგონი ლელოსუნი უფრო ადის ვიდრე მოლის ამ ყველაფერს მიუყვე ჩათვის მოედნიდან ვარც რაღაც 3-4 მეტრში ჩქარა თუ გამოვიტან და ბურთს გამოვიტანეთ ეს ბურთი და რა კადრი არ ვიცი მაგრამ ჩაერთო შეტევაში ჩვენების გრძელდება ხუციშვილი გაუტანა მიქაუტაძეს რომელმაც სლაში მიიღო მოძრაობაში ბურთი თუმცა გააჩერეს ესპანელების სასახელოდ უნდა ითქვას იქვე ჩილაჩავა იქვე დაარტყა ეს შეტევაც გაჩერებულია თუმცა ბურთს ვინ არჩუნებთ ალბათ უფრო სწრაფი უპრიანი იქნებოდა სწრაფად გამოსულიყო ბურთი მაგრამ ყოვნი გადასარევი იყო ჟვანია გადასარევი იყო ამ ეპიზოდში აი რითი ფასობს ეს კაცი მოლის გვერდზე თამაში ამ კაცს უბრალოდ აი ვერც ვერავის ვერ შეადარებ არა მარტო აქ თელ ფრანგულ ლიგაში აი რითი ფასობს ეს მოთამაშე რომ მოლის და რაკის გვერდზე ყოველთვის ნახულობს ხრელს და რითითაც თავდება რომელშიც ვისაც არ გახსოვთ შარშან თბილისში ჩატარებული ტურნირი ვისაც არ გინახიათ წელს საფრანგეთის ჩემპიონატში რამოდენიმე ესეთი ეპიზოდი რომელიც ზურაბ ჟვანიას შეუქმნია და დაუსრულებია კიდევაც კარგი იყო ახლა ეს კადრი რომ ბოლომდე ეჩვენებინა არ გვაჩვენეს სამწუხაროდ ჟვანიას აქვს ძალიან ფეთქებადი ძალიან უნიკალური ყნოსვა ცეცხლოვანი ასე ვთქვათ ასე დავარქმევდი მოძრაობები ისევე როგორც ცირბილის დროს ასევე რაც შენ თქვი რაკთან ახლოს ყნოსვა ზუსტად აი ამ ასე გააკეთე ჩვენ მოკლედ იმდენი ვილაპარაკეთ ამ სუნებზე ლელოსუზე და ყნოსვა მართლაც გამოავლინა მარკა გამოგიცხადებია სათადარიგო ჩვენი აი ახლა გვაქვს ჩვენიერი შესაძლებლობა გიორგი აფცეური 23 ნომრად და ალექსანდრე ხუციშვილი 22 ნომრად ვასილ ლობჟანიძე 21 ნომერი სიმონ მაისურაძე ნომერი 16 კახა ასეიშვილი 17 18 ანტონ ფეიქრიშვილი 19 ლევან დათუნაშვილი და 20 გიორგი ჭყაიძე მერაბ კვირიკაშვილი კი მეორედ ათანაბრებს ანგარის ამ შეხვედრაში და იმედი გვაქვს რომ უკანასკნელი წუთისთვის არის 10-10 და მართლაც იმედია რომ თანაბარი ანგარიში ეს არის ბოლო ამის შემდეგ უკვე ჩვენი წისვლით გაგრძელდება შეხვედრა მე რახან აი გაიმეორეს ის ეპიზოდი ნუ ეს ადამიანი პირველად არ უქნია ეს და მესამედ არ უქნია აი დავაკვირდეთ სად არის შეხედეთ ოდნავ გვერდულად დგას რაკთან იღებს იპარავს ბურთს და სასწრაფოდ შეწვა იქვე ხასიკით ჩვენიერი მომენტი ყველა სხვა გაგრძელებას ეძებდა ვაჟა ხუციშვილი მათ შორის თავისიანებიც რო იცოდე პირველი ბაღალი დაკიდებული ბურთი მოიგო ნემსაძე ისევ კარგად მოიგო ნემსაძემ ჩვენია ბურთი მსაჯი იქ რაღაცას ანიშნებდა არა მე მგონი არც არაფერს არ ანიშნებდა გამოვით 22 მეტრიანიდან ლაშახმალაძემ ფეხით მოიგერია შორს ბურთი მაგრამ მოედანში ესპანელებს ჩაუვარდა ბურთი ლინკლერი და ნავა უტევს ახლა ნავა 8 ნომერი რომელიც სიღრმიდან წამოვიდა და კარგადაც წამოვიდა ახლა დალაგებაა საჭირო დაცვაში ცოტა წინა ვარდა მიქაუტაძე მაგრამ ნარიაშვილმა ეს ეს ეპიზოდის შესანიშნავად ჩაატარა, თუმცა ამას მოყვა ჯარიმა. ჩაწოლისთვის. რაკში ჩაწოლისთვის მოყვა ჯარიმა და კიდევ ერთხელ ეძდება შესაძლებლობა ლინგლეითერს გაზარდოს ანგარიშს წეგან კი ვოცნებობდი ჩვენ იმის თაობაზე რომ ნეტა გასათანაბრებელი აღარ გქონდეს თქო თამაშში მაგრამ სრულიად თავისუფლად შეიძლება რომ ისე გავქვითოთ ეს სამი ქულა რომ არ გავათანაბროთ პირდაპირ წინ გავიდეთ. კი, რატომაც არა, შეიძლება. მე მინდა მაშინ რახან ეს პატარა პაუზა ჩავარდა იმ სამ მოთამაშეზე ვთქვა რომლებიც შენ ახსენე გიორგი აფციაური, ალექსანდრე ხუციშვილი და ვასილ ლობჟანიძე. ეს არის ჩვენი უკანა ხაზის შეცვლა. სამი მოთამაშე რომელსაც ჯამში ერთად სულ ნათამაშები აქვს 6 თამაში სამ კაცს 6 თამაში აქვს სულ ეროვნულ ნაკრებში. ანუ გამოდის რომ თუ ჩვენ უკანა ხაზს ცოტა საქმე ისე ვერ წავიდა გამოცდილ
შევსებას ვერ იღებს სკამიდან. ამას უნდა შევეგუოთ. იღებს ახალგაზრდა მონდომებულ ბიჭებს, მაგრამ არა გამწუხაროდ არა გამოცდილებს. ეს ცოტა თამამი გადაწყვეტილება იყო ჩემი აზრით, საინტერესო ამავე დროს ნიუტონ ჰეიგისა, რომ არც ერთი გამოცდილი მოთამაშის სკამზე არ დატოვა. ნიუტონ ჰეიგის იდეა სხვათა შორის აი ამ გათამაშებაში არის ის, რომ ზუსტად გამოცადოს ის მოთამაშეები, რომელსაც მოიაზრებს უახლოეს მომავალში სანაკრებოდ. ესე რომ ეს თამამი ნაბიჯები არის და მე ვთვლი, რომ საკმაოდ სწორია ამასობაში რა შვება ბრედლი. თუ დატოვა ეს საყაიმო ანგარიში 32 წუთისთვის აცილებული ჯარიმა ბრედლი ლინკლეიტერისა და ანგარიში რჩება 10-10. ბრუნდება ხესუს მორენო. ნამკურნალები თავგადახვეული პარტიზანივით, ტანი ფეხი გიყვარდეს გადასარევი. არც ამას აკდა. ხო, არა, ულთან ფეხობას არ უჩევის ბარეორი მან. მათ შორის არჩვენები. სულ ცოტათი აცილა ძელს ლინკლეიტერმა განახდება თამაში დაკიდეს ჩვენება მაღალი ბურთი და აქვე მშვენივრად რა მშვენივრად უბრალოდ არ მოხდა ბოჭვის განხორციელება და კარგია მშვენიერი იყო ახლა შალვა სუთიაშვილი მარცხენაფთაზე ვითარდება მოვლენები ბუკამ შეუტია თვითონ დაიტოვა ბურთი ხუციშვილმა მარცხენაფთა აერჩია შესატევად ამოწურაფთა კარგიც გააკეთა იყო ბურთით რომელიც ბოლო უტევდა ლაშა ხმალაძე ეს კარგია პოტკომი გაუტაძე შვენივრად გაიარა რამოდენიმე მეტრი დროზე თუ გამოვიდა დამბურთს კარგი იქნება მაგრამ აღარ დაადგა ამბურთის გამოტანა საშველი ამიტომ სუთიაშვილი ჩაერთვება ეხლა თამაში არ იყო რაგში გადამყრელები ვერ გამოიტანა სუფთად ხუციშვილმა სანდრო თოდუამ გამოიტანა იძულებული იყო ლაშა მშვენიერია კაჭარავა უტევს ჩვენი 13 ნომერი გამოცდილი 13 ნომერი ჩვენი ნაკრებისა უკვე მიქაუტაძე მიიღო ბურთი და ახლა ის ფლობს სწრაფად უნდა გამოიტანოს ხუციშვილმა გამოაქვს კიდეს დაბრუნებს ისევ მარჯვენა ფლანგზე ჩვენ ვიცით თუ რა შეუძლია ადგილიდან გააკეთოს შარიკაძემ თუმცა ამჯერად ვერ შარიკაძე იყო ხანდახან ზედმეტსაკალის ისევ დაინახა ეს ისევ გაძრა დროულად ჭირდება ხოლმე მას მხარდაჭერა ჯარიმა ჩვენ სასარგებლოდ ეხლა უკვე ჩვენები შეეცდებიან ალბათ კარში დარტყმას 3 ნომერი ახლახანს დაბრუნებული მორენო არ გაცილდა ბოჭვის არეალს არ გაცილდა და მიიღო კიდეც ჯარიმა ძალიან მომწონს ეს ლაშა ხმალაძეს ლაშა ძალიან კარგად ხედავს მის ახლო მყოფ და მდებარე აი ინტერვალებს რომელსაც დაცვა ტოვებს და კარგი აჩქარებით ზუსტად იქ აკეთებს ამ უპირატესობას. თუმცა რატომღაც ამას არ ელის მე მგონი არც ერთი დანარჩენი ქართველი მორაგბე და მისი მხარდაჭერა ყისიერი მხარდაჭერა არ ხდება თორე რა თქმა უნდა ესე არ მიატოვებს ერთ-ერთი მაჩვენებელი ზუსტად გახლავთ ეს პირველი ახლა მაგას ვერავინ ვერ ჯობის ვერ ზელანდიელებს და ვერ სამხრეთ აფრიკელებს და საკმაოდ კარგად აქვს წამყვან ევროპულ კლუბებსაც ეგ უკვე დამუშავებული ეს არის ერთ-ერთი მაჩვენებელი სარაგბო მაღალი კულტურის ნუ არ შეიძლება ახლა წარამ არა 10 ნომერი ჭრიდეს მეტოქის ხაზს და იმისგან ბურთს ვერ იღებდნენ თუნდაც ხედიდან ვერ ართმევდნენ მას ბურთს ნუ რა გაგრძელება უნდა მოუნახო ამ თამაშს. მერაბ კვირიკაშვილის დარტყმა კი არის ზუსტი. როგორც იქნა დავწინაურდით როგორც იქნა და მე მგონი დაიმედია რომ ეს იქნება ერთხელ და სამუდამოდ ამ შეხვედრაში. ეს მოხდა 35 წუთზე, როდესაც კვირიკაშვილმა ზუსტად შეასრულა მორიგი საჯარიმო დარტყმა. რითაც გაგვიყვანა წინ. ახლა უნდა მივიღოთ ეს ბურთი, შევუტიოთ უკვე და უკვე მე მგონი უკვე უნდა დავიწყოთ ჩვენი ადგილისა და უბრალოდ ესპანელებს მიუჩინოთ თავისი ადგილი. როლის ჩვენება მეტოქისთვის, სადაც არ უნდა იყოს თამაში, ამ გუნდთან ჩვენ აუცილებლად უნდა ვითვლებოდეთ და ვართ კიდეც ფავორიტები. ამჯერად უკვე დარტყმული სიღრმეში არ დაურტყეს ნემსაძის ზონაში, არამედ დაარტყეს უკან, თუმცა ამასაც ჩვენივრად გავართვით თავი, მიიღო ჭედლიძემ, გადააწოდა ხმალაძეს, თოდუამ გადააწოდა ხმალაძეს და ხმალაძემ აგერ პატარა ბავშვს ჩაუგდო ხელებში. მორიგი დერეფანი, რომელსაც გამართავენ ესპანელები, კვლავ სრული შემადგენლობით დადგა. ესპანელები გვიტევენ, უახლოვდებიან ჩვენ 22 მეტრიან ზონას. რუა ცდილობს ბურთის გამოტანას და აქ დავჯარიმდით.
დავჯარიმდით, მაგრამ ამ ჯარიმით სარგებლობენ ესპანელები და გოტიე ჟუბიენი ეცდილობდა უფრო მეტი მოეპოვებინა ამ ჯარიმიდან, მაგრამ იმის მეტი ვერაფერი გამოგვყოს გარდა იმისა, რომ საჯმა დააჯარიმა ჩვენები და ძალიან აშკარა იყო ახლა დარღვევა, იმდენად აშკარა და რომ მე მგონი ყვითელი ბარათი თუ არ მოგცა, კარგი. ხესუს რეკუერდი და სუთიაშვილი მოიხმო საჯმა და უკითხავს ნოტაციას იმის თაობაზე, როგორ უნდა დაარღვიონ თამაში წესები. და ესპანელებს ეძლევათ საშუალება იმისი, რომ კარებში დაარტყან და ეხლა მათ გაათანაბრონ თამაში. ესპანელთა კაპიტანს ძალიან პოეტური გვარი აქვს, რეკუერდა. რეკუერდო ესპანურად მოგეხსენებათ მოგონებას ნიშნავს. კარგად ჟღერს. ცოტა სენტიმენტალურია. კი, სენტიმენტალურია რაგბისთვის, მაგრამ მაინც კარგად ჟღერს. არა მგონი აქ ფეხი მოეცაროს ბრედლი. არა, ისეთი პოზიციაა, რომ აქედანაც თუ აწილა, მე მგონი ცხოვრებაში ნაკრებში აღარ დაუძახებენ. ასე რომ და ველოდოთ რომ კიდევ მაგის გულისთვის დელანდიიდან ყავ ჩამოყვანილი. ამის ჩამოყვანა რა დაждდებოდა, მე ამის გაესპანელება რა დაждდებოდა და ეხლა ამა თუ პელები აცილა აქ, მე მგონი მარტივად მიუჩენენ კარებისკენ ადგილს. და მიუჯახუნებენ კიდევაც. იომორი ცოტა მოვიცალეთ ახლა გამომდინარე იქიდან რომ იმ იმედით რომ მეორე ტაიმში ჩვენები უფრო ორგანიზებული, უფრო მობილიზებულები იქნებიან. ესე იყო სხვათა შორის შარშანაც ერთი წლის წინაც. რატომ შეება რამდენიმე წუთი პირველ ტაიმშიც და მე სრული იმედს არ გარგავალთ. სრული უფლება მაქვს ვიმედოვნო რომ კიდევ რაღაცას მოვახერხებთ ამ ნახევარში. ისიც მოვახერხეთ, როცა ბოლის გვერდზე ბურთი დავტოვეთ და გავატანეთ ესპანელებს და კარგი იქნება თუ ესეთ რამეს არ მოვახერხებთ და ჩვენთვის მისაღებ რამეს მოვახერხებთ. ლინკლეიტერი. ნამდვილად საინტერესო და დაძაბულად მიმდინარეობს ეს შეხვედრა გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ თუ გადავხედავთ სტატისტიკას ბოლო შეხვედრებისა რა თქმა უნდა მოგებული გვაქვს ბევრი კი არა და 55-მდე ვართ ასული 61-მდე 60-მდე 60-ით 0 იყო 2011 წელს შემდეგ მართალია წავა მაგრამ ეს ისტორიაში აბარდა მე 61 2013 წელს მაგრამ აი ეს შემთხვევა არ არის, როდესაც ჩვენ ასე იოლად გავიმარჯვებთ, როგორც ჩანს თუ მეორე ტაიმში მართლა შეცდომები მინიმუმამდე არ დავიყვანეთ, კი. რადიკალურად არ გამოცვალეთ თამაშის სტილი განსაკუთრებით შეტევაში. კარგი, აი ეს არის აგრესია, აი ამას გულისხმობ. ნემსაძე გადასარევი იყო როგორც კი წნეხის ქვეშ ექცევა ესპანეთის ნაკრები ის შეცდომებს უშვებს. კი. ახლა ფეხით თამაშია მოსალოდნელი, ასეც არის. ახოთ პირდაპირ თუ გადავა, არ გადავიდა, ჩაუვარდა თოდუას, რომელმაც გაატანა ხმალაძეს და ხმალაძე ფეხს თამაშობს საკმაოდ შორს, ან ისე რომ არა, შევიდა 22 მეტრიან ზონაში, რაც რამაც უფლება მისცა. გოია იყო, მე მგონი რომ ბურთი ჩააგდო. ალალზე დაეჭირა ბურთი და შეეჩერებინა თამაში. ან გოია ან სეხი ობანელი იქნებოდა. კი, 11 ნომერი ობანელი გახლა. უკაცრავად სახეზე რო ვერ ვცნობთ. მოიგერიეს აუჩი ესპანელებმა ბურთი. ანაც კარგად. კი, საკმაოდ კარგად. ბურთი მართალია ჩვენია, მაგრამ ისინი საკმაოდ მოშორდნენ თავის სახიფათო ზონას, წითელი ზონიდან ასე ვთქვათ, გამოვიდნენ და ჩვენ ახლა უკან უნდა მივაბრუნოთ ისინი როგორღაც. ხილაიშვილი კადრში. ბევრ შრომობს, ნამდვილად ბევრ შრომობს. გიორგი ხილაიშვილი. აი კარგი შეძახილი გავიგეთ მწვრთნელთა შტაბიდან, იქ სადაც ილია ზედგინიძეა, ილია მაისურაძეც ალბათ იქ იქნება, დიდიე ბესი, ფრანგი მწვრთნელი, რომელიც შერკინებას ავარჯიშებს. იქიდან გავიგე ბესი არ იქნებოდა ალბათ, მაგრამ უჯარიმოდ ქართულად ლაპარაკობდა. უჯარიმოდ დავიძახე და დაიძახეს და მართალიც არის ძალიან ბევრია პირველი ტაიმისთვის. რამდენის მეხუთე, მეექვსე კაცზე ბურთი ავაგდეთ, იმდენი ბურთი დავკარგეთ. ნუ ეხლა ზღვარეა ყველაფერს, ხო შეიძლება მე-3, მე-4 კაცზე ბოლოს და ბოლოს თამაშია რა. არ გამოგდის ეს მეხუთე, მეექვსეზე თამაში. გაკეთებულიყო. აი ახლა ეს მიძალებაც უნდა გაჩერდეს და კარგი იქნება ცოტა ბურთს თუ შეუნელებ, იმიტომ რომ цота არეულია ჩვენი დაცვა. და ესპანელებმა გადასარევად ითამაშეს ამ ეპიზოდში, როდესაც მოახერხეს და ფეხით დაგვირტყეს ბურთი, აუტი მართალია ჩვენია და იმედია რომ ისე მე-6 მე-7 კაცზე არ ავაგდებთ აქ. თუმცა აქ კი ნამდვილად ასაკდებია, იმიტომ რომ მოწინააღმდეგის დაცვის ხაზი მინიმუმ 10 მეტრზე გახლავთ უკან, თუ ჩვენ ჩვენი დაახლოებით 5 მეტრში იქნება. კი.
თუმცა მაინც არ ღირს მე მგონი გარისკვა ჯობია ნაღდი ავაგდოთ მეორე კაცზე ჰეიგი ჩაფიქრებულია ჩასაფიქრებელი ეთყობა ბევრი ექნება ჰეიგს და სათქმელიც ძალიან ბევრი ექნება ჩვენი გუნდისთვის ცოტა გამოფხიზლება დაჭირდება ჩვენ გუნდს მეორე ტაიმის წინ საიმისოდ რომ და შეტევაში დალაგება თავისი პოტენციალი სრულად თუ არა რაღაც ნაწილობრივ მაინც გამოავლინოს. შერკინებაში მშვენივრად გამოიყურება ჩვენი ნაკრები პირველ ნახევარში მატჩის, მაგრამ დერეფანი ნუ არანაირ კრიტიკას არ უძლებს. ეს 2-2-4-4 ამასობაში რომელიღაც ესპანელი დაიმტრა. თუ არ ვწდები ესპანელობის რა გითხრა დენიელსონი უნდა იყოს 10 ნომერი ეს ყმაწვილი. ნუ 10 გაბარიტებით კი არ გავს. 10 წუთით მოგეხსენებათ რაგში არსებობს ესეთი 10 წუთიანი ცვლილება, როდესაც სისხლით არის რომელიმე მოთამაშე. მე მგონი მართალი იყავს. უკანა ხაზელი, სნი ყოფილა, მართალი ხარ, სნი გავიდა და მე პაბლო ფრონტესი შემოვიდა, ეს კი ნამდვილად ესპანელია. ეს კი ნამდვილად ესპანელია. იმას გეუბნებოდით 10 წუთით დასისხლიანებულ მოთამაშეს აქვს უფლება გავიდეს და შემდეგ დაბრუნდეს. ჟვანი აქვს. ლომიძე, მეორე კაცზე მოვიგეთ. ზუსტად სუფთად იქნა მოგებული, ახლა უნდა ჩამოყალიბდეს მოლი თუ წინ წავა. ხო, კარგი თუ არა და ტაბლოზე ნაჩვენების სათამაშო დრო ნუ მოგატყუებ, ჩვენებმა მანამდე კითხეთ. არა, მე მგონი ზუსტი დრო იყო ტაბლოზე, იმიტომ რომ გადაიტანა ხუჩიშვილმა ბუთი კიდეზე, რითიც დაასრულა კიდეს პირველი ტაიმი. გვაქვს შესვენება, დავისვენოთ ცოტა ხნით, დავბრუნდეთ უკეთესი იმედებით და უკეთესი ნაკრებით. მართალია გუნდები არ დაბრუნებულან ჯერ მოედანზე, თუმცა ჩვენ დავბრუნდით ეთერში იმისთვის რომ მცირე რეზიუმე გავუკეთოთ პირველ ნახევარს, რომელიც საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებთან მატჩს შეეხება. გავაკეთოთ მცირე რეზიუმე და ვისაუბროთ იმაზე თუ რა შეიძლება იქნას შეცვლილი ჩვენი ნაკრების მიერ საიმისოდ რომ ის უპირატესობა რომელიც რეალურად გვაქვს იქცეს ქულებად და იქცეს იმ უპირატესობად რომელიც ამ თამაშს მოგვაგებინებს. პირველ რიგში ალბათ დასახვეწე არის დერეფანში თამაში. მეორე რიგში დასახვეწე არის აგრეთვე სწრაფა მოლიდან და რაკიდან ბურთის სწრაფი გამოსვლა. იმიტომ რომ იმ ხელა უპირატესობების შექმნა მოვახერხეთ ჩვენ პირველ ტაიმში. სიტუაციებში საიდანაც ელემენტარულად ვალდებული ვიყავით გაგვეგზელებინა თამაში მემხედველობაში მაქვს თუნდაც ლაშახმალაძის რამოდენიმეჯერ გაჭრილი ხაზი და სხვა მოთამაშეებისაც ძალიან აქტიური იყო ხან გიორგი ნემსაძე ხან კოტე მიქაუტაძე მათაც მოახერხეს ხაზი გაჭრა მაგრამ ამ უპირატესობას შემდეგ რეალიზაცია ვერ გაუკეთეთ რატო მარტივი მიზეზის გამო ან რაგში გაიჭედა ბურთი და იქიდან ძალიან გვიან გამოდიოდა ბურთი და ესპანელები ახერხებდნენ დაცვაში ორგანიზებას უკვე ხაზისას და სხვა შორის ხაზი უნდა გაუსვა იმ მომენტსაც რომ ისინი საკმაოდ კარგად არიან ორგანიზებული დაცვაში და მეორე კიდე პასის კულტურა ეპიზოდებში არანაირ კრიტიკას არ უძლებდა თუმცა პასის კულტურაში იმედი გვაქვს რომ მეორე ტაიმში ამ ხრივ გამოსულდება პასის კულტურაში სავარაუდოდ არა მხოლოდ ბურთის გაშვებას არამედ ბურთის მიღებასაც გულისხმობ ბურთის მოთხოვნას თავისი საკუთარი თავის შეთავაზებას ის რაც თუნდაც თუ გავიხსენებთ იგივე ჟვანიას გაჭრილ ხაზს იგივე ლომიძის და ხუციშვილის როდესაც ის მან ძალიან კარგად დაინახა ის პატარა ინტერვალი კი არა და საკმაოდ დიდი ინტერვალი რომელიც დატოვეს თავის 22 მეტრია ზონაში ესპანელებმა შეძვრა მაგრამ აღმოჩნდა სრულ მარტოობაში ხო აი მაგაზე ესეთი ეპიზოდები იყო და ალბათ აი ამას უნდა მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება მით უმეტეს რომ ჩვენი ნაკრები როგორც ვიცით და როგორც ხშირად გვინახავს ხშირად ვარჯიშობს ხოლმე ოფლოუდებით თამაშზე ის რაც თანამედროვე რაგბიში ეს უპირველესი ხერხია ალბათ უპირატესობის მოსაპოვებლად და თუ ოფლოუდებით თამაშობთ მაშინ მიყოლაც უნდა იყოს 100%-იანი მაგრამ რასაც ვერ ხედავთ სამწუხაროდ დღეს აი ეს მომენტი როდესაც დაიკარგა ელემენტარულად დაიკარგა აქ რა სიტუაციაში მივეცით ჩვენ ესპანელებს ურთი მაშინ როდესაც შეტევაში ვიყავით ჩვენ და გოიას მივეცით იმის საშუალება მანა გოიამდე უამრავი სამუშაო გიომ რუემ შეასრულა ნომერ 9 რომელსაც მე გადააწოდა ბოლო ფაზაში ამას მალევე მოყვა ეს ეპიზოდი როდესაც ჟვანიამ უპასუხა ჩხლეტით აი ამითი და დაამიწა ბურთი ვიდრე გავათანაბრეთ ანგარიში საკმაოდ მალე ჩვენ მიღებული ლელოს შემდეგ რაც იმას ნიშნავს რომ თუ ჩვენ მოუმატებთ გვაქვს ამის რესურსი რომ მალევე უპასუხოთ კი არა და თლად უპასუხოთ დავტოვოთ ესპანელები თუმცა ჯერჯერობით არ ჩანს ის თამაში მე იმედი მაქვს რომ გასახდელში იყო ამაზე სერიოზული საუბარი მიიღო
გუნდმა ის დირექტივა რაც მისაღები იყო და უკვე მეორე ტაიმში სახელმწიფო ნაკრებს ნახავთ აი ილია მაისურაძე ერთ-ერთი შტაბის ერთ-ერთი წარმომადგენელი რომელიც მიიწევს თავისი ადგილისკენ სათადარიგო სკამზე ერთი სიტყვით უბრალოდ მეორე ტაიმით მატჩს რომელიც იმართება მადრიდში უნივერსიტეტის სტადიონზე ეს გახლავთ მესამე ტურის მატჩი ერთად ასის გათამაშების ერთმანეთს ხვდებიან საქართველოს ეროვნული ნაკრები და ესპანეთის ეროვნული ნაკრები ანგარიშია 13-13 პირველი ტაიმის მერე ერაბ შარიკაძე მასზე ბევრი რამ არის ჩვენ ნაკრებში დამოკიდებული და დღეს არ არის ისეთი შესამჩნევი ჩვენ მისგან მივეჩვევთ რომ ის არის ხოლმე ვარსკვლავი მოედანზე დღეს თუ გაჭერავა ბევრად უფრო აქტიური არის და იმედი გვაქვს რომ ერაბ შარიკაძეც ამოუდგება გვერდში და თავის ამპლუას ისევე ეფექტურად გამოიყენებს როგორც ამ სხვა თამაშებში იყენებდა და პირველივე დაკიდებული ბურთი ესპანელებმა თავისუფლად მოიგეს აერში გოტიე ჟიბუენი იყო და გადაკიდეს უკვე მაღალი ბურთი რომელსაც ალბათ ხდება მეკო მერაბ კვირიკაშვილი და აბრუნებს უკან დაბალი დარტყმით ვარდება მოედანში და თუ გადავიდა კლად გადასარევი მაგრამ არა თუმცა არც ეს არის ცუდი ჩვენებმა ჩახურვა მოასწრეს და ახლა წნეხის ქვეშ მოუწია დარტყმა ესპანელს რითაც შეიძლება ითქვას რომ ჩვენ დავრჩით საბოლოოდ მოგებულები ჩვენი დერეფანი დაახლოებით 30 მეტრში ესპანელთა ლელოს მოედნიდან სერხიო პანელი გახდათ რომელმაც ცოტა არ იყოს და უხეიროთ მაგრამ სხვა ბევრი გამოსავალიც მაინდა-მაინც არ ქონდა და იძულებული იყო აუჩი გადაეტანა ბურთი ზურკო ჟვანია ემზადება აუტიდან ბურთის მოსაწოდებლად ნახოთ ახლა რამდენად გამოასწორეს ყველაფერი რაზეც ქონდა თქვენს თუ არა უარი მოვიგეთ ბურთს დაეუფლა ხოტემი გაუტაძე შევკარით მოლი ახლა რა გაგრძელებას ვნახავთ მივაწექით ჯერჯერობით ვერა ხილაიშვილი აკონტროლებს ბურთს ვცდილობთ რომ მოლი დავზრათ ლევან ჩილაჩავა იყო ბურთით აქ უკვე ისევ ჩვენება იგზას ნემსაძე ბურთი და უნდა იქნას მოშორებული და დავკარგეთ ბურთი იმიტომ რომ დაჭარბდით ელემენტარულად დავარდნილმა კაცმა ბურთს ხელი არ გაუშვა და დავკარგეთ ბურთი უმტკივნეულო სიტუაციაში მართალია მიშკონარიაშვილი გვანახებდნენ კადრში მაგრამ არ ამგონია რომ ის ყოფილიყო არა ნემსაძე შევიდა კონტაქტში აღმოჩნდა მარტო და ძალიან კარგად ისარგებლა ამ სიტუაციით იგნასიო ვილიანუევამ რომელიც ჩაჯდა ბურთში სადაც კი მეტი არც უნდა დაინახავს თუ არა 1-1-ზე მოთამაშის რომელიც ერთი წევს და მეორე ფეხზე დგას და ბურთზე წვალობს იმ წუთშივე დამცველს ანიჭებს უპირატესობას და ასეც მოხდა ესპანელთა მწვრთნელი სანტიაგო სანტოსი თავის ჯგუფთან ერთად ცხადია ესპანელებმაც მიიღეს რაღაც დირექტივები გასახდელში ბუნებრივია ეს კი მოედანზე დაბრუნებული პირველი ტაიმის ბოლო დენიელსნი იქნა და დაშავებული და დაბრუნდა როგორც ეთქვა მოედანზე წარმოშობით ზელანდიელია საერთოდ წამყვანი ფიგურები ესპანეთის ნაკრებში როგორც 10-15 და 9 ნომერი არა ესპანური წარმოშობის ძალიან კარგი იყო ხილაიშვილი გადასარევი იყო ეხლა უფრო ჩქარა შეიძლება და ამ ბურთის გამოტანა გამოვიტანეთ ბურთი და უკვე მეორე დარტყმა მივაყენეთ ნელა მივიწევთ წინ მესამე დარტყმის შვენიერია კარგია უბრალოდ უკანა ხაზი და ამიტომ ვაჟახუციშვილმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო როდესაც თვითონ მარტო შეუტია გადავიდით მეტოქის ნახევარზე როგორც ეთყობა ხაზი თუ აპირებთ ბუკა არის ბურთთან ბუკამ შეუტია მანაც მოიპოვა რამოდენიმე მეტრი უპირატესობა ბუკა შარიკაძემ ყავდა მხედველობაში და მარჯვენებთან მიშკონარიაშვილი კიდე ერთი დარტყმა ეხლა უკვე მარცხენა ფრთაზე სიღრმეში გადავიტანეთ ბურთი ლაშახმალაძემ გამოტოვა რამოდენიმე მეკო კარგად შეძურა პატარა ხრელში რომელიც დატოვეს ესპანელებმა თუმცა იქვე იქნა გაჭერებული ასე ვთქვათ ნახევრად გაჭრა ხაზი ეს კი ხუციშვილია რომელიც დაიჭირეს ბურთიანად და ახლა ამის გადარჩენას დიდი ძალისხმევა დასჭირდება მოლიო დაიძახა საჯმა საერთოდ ვერანაირად ვერ წარმომიდგენია 9 ნომერი როგორ უნდა დაგიჭიროთ არა წარმოდგენა მაგისი ძნელი არ არის მაგრამ არ უნდა დაგიჭირონ 9 ნომერი ბურთიანად ხელში და ეს არის 9 ნომრის ყველაზე დიდი ყველაზე არასწორი გადაწყვეტილება და ყველაზე არასწორი თამაში როცა 9 ნომერს გიჭერენ ბურთიანად მარტო აღმოჩნდა როგორ ჩანს არ ქონდა ის დაზღვევა და დაცვა მორკინალებისგან რომელიც 9 ნომერს ასე სჭირდება აი თუ გაიმეორებენ უფრო კარგად დავინახავთ მაგრამ როგორ ჩანს არ აპირებენ გამეორებას მარკოს პოხი დაზარალდა ამ შემთხვევაში. არც ის გახლავთ ესპანელი, ისიც არგენტინელი გახლავთ თავისი წარმოშობით, მაგრამ ეს კიდე ნაკლებად თუ მეტად ახლოა ესპანეთთან ბოლოს და ბოლოს წინაპრებს მონახავდა. ენობრივი ბარიერი მაინც არ ექნება. ხო, მართალი ხარ. საზოგადოებრივი მაუწყებელი ასევე რომელიც წარმოგიდგენთ დღევანდელ მატჩს წინასწარ შეგვიძლია გითხრათ იმის თაობაზე რომ 14-ში გასამართი 14
მარტს გასამართ მატჩსაც საზოგადოებრივი მაუწყებელივე განახებს საქართველოსა და რუსეთს შორის, რომელიც თბილისში გაიმართება ისევე როგორც 21 მარტს რუმინეთსა და საქართველოს შორის გასამართი მატჩზე. უკვე ხელშეკრულებაზე ხელი არის მოწერილი, რამდენად ჩვენ ვართ ინფორმირებული და იგივე ტელევიზია, იგივე საზოგადოებრივი მაუწყებელი განახებს ამ მატჩს. რაც შეეხება სხვა მატჩებს, რომელიც დღეს უკვე გაიმართა, ან უნდა გაიმართოს, ჯერ გეტყვით იმას ერთად აზ გათამაშებაზე რაც ხდება რუსეთის ნაკრებმა 16-13 მოუგო რუმინეთს კრასნოდარში, მეორე მატჩი 22 საათზე დღესვე გაიმართება, სადაც პორტუგალია უმასპინძლებს გერმანიას. გარდა ამისა, დიდი 6-იერიც თამაშდება 21 საათზე საფრანგეთი ეთამაშება უელსს და სიდნეს სპორტია ჩვენებს თუ არ ვწდები ამ თამაშს. ცოტა მოგვიანებით ჩვენს პარალელურად მიმდინარე შოტლანდია იტალიის მატჩზე ჩის რეპორტაჟიც იგეგმება ამავე ტელევიზიაზე. და მთავარი მატჩი ინგლისსა და ირლანდიას შორის გაიმართება ხვალ. რამდენადაც მე ვარ ინფორმირებული. ალბათ გადაწყვეტილი მატჩი ინფორმაციას გამაჩნია, რომ სპორტული ტელევიზია TVS იხსნება რამოდენიმე დღეში და ისიც ალბათ იმედი გვაქვს, რომ აქტიურად იქნება ჩართული რაგბის პროპაგანდაში. კი, ძალიან დიდი იმედი მაქვს ამისიც. ნამდვილად ესეა თუ ისეა, წავედით, წამოვედით ერთ, მეორე, მესამე ტელევიზიაზე და უბრუნდებით საზოგადოებრივ მაუწყებელს. შერკინება. ამასობაში კი უმკურნალეს ვინც იყო დაშავებული, მოუარეს, მიხედეს და გაიმართება შერკინება, რომლის იმედიც გვაქვს, რომ აქ მოვახერხებ ბურთის დაბრუნებას. შევძლებთ იმას, რომ დავაჯარიმოთ მეტოქე, ის რაც შეგვიძლია და გაგვიკეთებია ბევრჯერ. ხაზე უნდა გავუსვათ ერთ რამეს, რომ ცვლილებები არ ჩავარდა იქით ამხარე. ნარიაშვილს ვერ უძლებს ბარე 2. ეს უკვე ცხადია, არათუ აქ, არამედ საუკეთესო ევროპის საუკეთესო ლიგაშიც კი. ნარიაშვილი მორენოს 9 პირი ტყავის გაზრობა მოუწევს, რომ ეს თამაში ბოლომდე ჩაამთავროს. მე ვხედავ ხუქაის პოზიციაზე სიმონ მაისურაძე გამოსულა. მაისურაძეს ხედავ, ისე თვალსაჩინო შემოგვეპარა. ვიზახთ იმას, რომ ცვლილებები არ მომختاراო და თვალსაჩინო მომختاراდა ჩვენ ვერ გაგვიგია. ხუქერის პოზიციაზე ზურაჟვანიას მაგირად მოედანზე გამოვიდა 16 ნომრად სიმონ მაისურაძე. ნარიაშვილზე ვამბობდი, რომ მას ძალუც სიცოცხლე გაუმწაროს ნებისმიერ მარჯვენა ბურთს. მე მგონი სოფლიოში და უმწარებს კიდეც ესპანელს უბრალოდ აი შედეგი. აი შედეგი თვალნათელი. შერკინებაში პირველ ტაიმშიც ყველაფერი წესრიგში. ამ შემთხვევაში სხვაზე მიუთითებს მსაჯი, მაგრამ უკვე ჩილაჩავას დამსახურებაზე საუბრობს, მაგრამ არჩილა ჩავა აკლებს, მოდი ისე გუნდში თამაშობს ის და ისეთი ხალხის მხარ რომ მე მგონი ტყუილია მის კვალიფიკაციაში ეს შეტანა. გახლავთ ბატონო ლაპარაკი ლევან ჩილაჩავაზე, რომელიც ახლა მცირედით დაშავდა, ეს კი მიშკო ნარიაშვილი გახლავთ. ამასობაში ჩვენებმა აუტში გადაიტანეს ბურთი და იქიდანვე მოაწვდიან თვითონ კედელს. აი ახლა დროა, მე მგონი რომ შინაგან სიმხურვალეს მოუმატოთ ცოტა ერთაოზისა არ იყოს და გონებას უნდა მოუმატოთ პირველ რიგში, იმიტომ რომ შემართება მე მგონი არაკლია ჩვენ გუნდს, მაგრამ აი სწორი გადაწყვეტილებების მიღება რაც გონებასთან არის დაკავშირებული აქ ცოდავთ. მოკლედ გითხარით რაც ხდება ევროპაში დღეს და ხვალ. კი, ყველაფერში უკვე ინფორმირებული ვარ, თავარი ახლა ეს მატჩი მოვიგოთ. მოვიგოთ და გადავდივართ პირველ ადგილზე სატურნირო ცხრილში. მაისურაძე მააგდო და არც ისე კარგად. მართალია მოიგო სუთიაშვილმა, მაგრამ აგდებული იყო არასწორი, ის არ გავიდა დერეფანში პარალელურად ხაზებისა. ამიტომ ბურთი გადაეცათ ესპანელებს, რომელშიც კიდევ ერთხელ გვაქვს შანსი რომ დავაჯარიმოთ მეტოქე. კი, მაგრამ ზღვარი ხომ უნდა გადიოდეს სადღაც ჩვენ არ წაგებულ დერეფანს დერეფანსა და მოგებულ შერკინებას შორის. ალბათ უნდა გადიოდეს, რა თქმა უნდა, მაგრამ ყველას გადასარევად მოგეხსენებათ იმის თაობაზე, რომ სტატიკური პოზიციებიდან დერეფნიდან და შერკინებიდან შეიძლება ბურთის მოპოვება. ესე თუ კარგეთ, ჩვენი აუტები ხერს ნამდვილად ვერ ნახავთ რომ დათამაშ. 57 წუთი შერკინება ესპანელების. ემზადება ბურთის შესაგდებად გიომ რუე. შეაგდო და კარგიც არაფერი დაემართა მის შერკინებას. შეიძლება არ ითვლება და თავიდან მოუწიოთ გამართვა, მაგრამ კარგა გვარიანად დაიჟეჟნენ. ახლა წესებს გარეშე შეჟვა არ არის საჭირო, წესების ფარგლებშიც ძალიან თავისუფლად შეიძლება ამის გაკეთება, მით უმეტეს რომ გამოგდის შეკინებაში ვერევით და კაპიტანი დაგვიშავდა, მე მგონი. დია. გააჩნია რამდენად სერიოზულია ეს ტრავმა.
მგონი სერიოზული არაფერი გაუყინავენ მტკივარ ადგილს და წამოდგება. გეტყვით იმასაც ბატონებო, რომ შიდა ჩემპიონატში ჩატარდა მე 15 ტურის 3 შეხვედრა. თბილისის ლელომ დაამარცხა ქუთაისის აიანგარიშით 20-13, 19-45 თბილისის TBS-ი დამარცხა თბილისის ლოკომოტივთან ამ ანგარიშით და რაც შეეხება ბათუმისა და გორისჯიკის შორის მატჩს, აქ ცოტა არ იყოს და მოულოდნელი რეზულტატი დაფიქსირდა ანგარიშით 16-20 გაიმარჯვეს სტუმრებმა. ამასობაში მე მგონი წესრიგში მოიყვანეს ყველა ვინც კი მოსაწესრიგებელი იყო მოედანზე. ეს მორენოა, რომელსაც თავს უხვევენ. რომელიც შავდღეში ყავს პირდაპირ გეტყვით ყოველგვარი მორიდების გარეშე ნიშან არიაშვილს. მაგრამ ამ უპირატესობას კიდე ერთხელ ვიზახე, რომ გამოყენება ჭირდება და ეს გამოყენება უნდა მოხდეს ქულებში და ჩვენ თუ ესე მოვაწოდეთ აუტები როგორც ახლა ვაწვდით ტაიმი და 7 წუთია, ხერს ნაკლებად ვნახავთ. შერკინება ესპანელების არის შერკინება, ცოტა ამოისუნთქეს პირინეელებმა, დაისვენეს, შეიძლება ახლა რომ დაგვიდგენ, გაგვიძალიანდნენ, მაგრამ შეიძლება ეს ვერც კი მოახერხონ მიუხედავად იმისა, რომ დაისვენეს. და ძალიან დიდი იმედი მაქვს კიდე ჩვენი ტანდემის დათო კაჭარავას და მერაბ შარიქაძის გააქტიურების. კი, ცენტრი უნდა გააქტიურდეს აუცილებლად და ცენტრმა უნდა შექმნას ის ხიფათი, რომელიც მოიგეს ესპანელებმა თავიანთ შერკინება, მაგრამ ვაია მოგებას არა, ყველაფერი წესრიგშია. უკანა ხაზში გადაიტანეს. ფეხს ურტყამს არა 10 ნომერი, არამედ მისი შემდგომი მოთამაშე. ეს ჩარი როგორ ჩანს ლინკლეიტერი თუ არ ვწდები, არ შემიხედია ზუსტად ნომერზე. კაცი რატომღა ზენიალსნის გვანახებენ და მას ნამდვილად არ დაუწყავს. არ გვანან ბელორუს პარტიზანებს თავდადახმაურები მთელი ესპანეთის ნაკრები. პირველი მიმღები არ ურტყამს, ბურთის არ დგება სიღრმეში, ის იღებს საკმაოდ ახლოს დაცვის ხაზთან, შემდეგ აწვის უკვე. რა თქმა უნდა, ეს გამართლებულიც არის, იმიტომ რომ იძულებულია ის ბოლო კაცი, რომელიც იჭერს, აკონტროლებს უბრალოდ აუჩი დარტყმის შემთხვევაში მოედნის პერიმეტრს, იძულებულია რომ ხაზი ამოწიოს და აქედან გამომდინარე იხსნება იქ მთელი ფლანგი. სწორია, რა თქმა უნდა, სიმონ მაისურაძე კიდევ ერთხელ ჩვენი არც თუ სახარბიელო აუტის გამოსწორების მსვლელობაში ასეც მოხდა, მიიღო ფუციშვილმა და გადასცა საბოლოო ბურთი მიუვიდა მოკლედ კაჭარავას, რომელიც ბურთიტარი მიიწევს წინ 22 მეტრიან ზონას უახლოვდებით, მარჯვენა ფრთაზე გავათამაშეთ ისევ ბურთი მიშანარიაშვილი ბურთით ცოტა სწრაფად თუ გამოვიტანთ ბურთს, აქ ყველაფერი შეიძლება სხვანაირად წარიმართოს. ერთი მეორე პასის მერე ჩვენ წავიწიეთ რამოდენიმე მეტრი. ეხლა უკვე მარცხენა ფრთაზე ემზადება ბურთის გასატანა და გავიტანეთ ისევ მორკინელებმა მაისურაძე იყო მიყენება და ისევ მარცხენა ფლანგი ლაშახმალაძემ შუაში გადაიტანა თამაში დათო კაჭარავა გადასარევი კონტაქტი აკება ესპანელებს ბურთს ვაკონტროლებს. ჩქარა თუ გამოვა ბურთი მაშინ მოგვეცემოდა საშუალება რომ გადაწყობაში მოგვეგო ეს დარტყმა ძალიან კარგი იყო თილაიშვილი იყო აქსელერატორი ჩაურთო თილაიშვილმა და აი ახლა იგივე გააკეთა სუთიაშვილმა მანაც მოახერხა რამოდენიმე მეტრის მოგება ფუციშვილმა ამჯერად მარცხენა ფრთა ესპანელები შვენივრად იცავენ ამლეკავი ბოჭვა გააკეთეს ახლა ესპანელებმა ნამდვილად არ მშურს იმისი ვისაც კოტე მიხაუტაძე მიიღო თუმცა კოტე მიხაუტაძემ წისვლა გააგრძელა ვერდით გადაწყვიტა ბუკამ შეტევის განხორციელება გამოათავისუფლა თავისი 9 ნომერი რომელიც რაკში იყო ძალაუნებურად ჩართული ეს ჩილაჩავა მოკლედ ლომებივით იბრძვიან დაცვაში შვენივრად მიიწევენ ჩვენები კარგები არიან მარჯვენა ფრთაზე გავათამაშეთ ბურთი მაგრამ ესპანელების წყობას ჯერ ვერ ვარღვევთ რამდენჯერად დავარღვევთ პირველ ტაიმში ვერაფერი ვიხეირეთ მაგრამ ეხლა უკვე სტამაგის ბუკამ თვითონ შეუწია გაარღვია პირველი ეშელონი დაცვის მაგრამ აქ წინ გაგვივარდა ბურთი საუბედუროდ როგორც იქნა მოხერხდა ის რომ გაგვერღვია ესპანელების ძალიან კარგი და მწყობრი დაცვა მაგრამ აქ წინ გაგვივარდა ბურთი ლუკა შარიქაძის მიერ გაჭრილ ხაზს ცოტა ახლოს რომ მიგვეღო ეს ბურთი შეიძლება რაღაც უფრო ისეთი სასურველი რეზულტატი აი ეს ეპიზოდი გახლავთ ცოტას არის ყოიყო ბურთის ამოგდება ძალიან დიდი ოსტატობა და თაზონჭედლიძეს რომ მოეხერხებინა რომ ცოტა ახლოს მისულიყო მასთან მაშინ თუ ყველაფერი წესრიგში იქნებოდა მაგრამ ცოტა ეს და ანგარიში გახლავთ 13-3 მერვე არა მე-10 წუთი დასრულდა უკვე მეორე ტაიმის და ჩვენ ჯერ წინ ვერ წავიწიეთ მართალია ესპანელებსაც ვერ დავაბრალებთ იმას რომ რაღაც კარგს აკეთებენ მაგრამ ერთი რასაც ესპანელებს ნამდვილად უნდა დაუფასდეს ესპანეთის ნაკრებს ძალიან ორგანიზებულად თამაშობენ დაცვაში და ცდილობენ რაც შეიძლება ბურთის რაკიდან და მოლიდან
გამოსულისთანავე მაქსიმალურად სწრაფად ჩაგხურონ და შეგვიზღუდონ ყოველგვარი სათამაშო არეალი. ესპანელები გასაგებია მათი თამაში, მეორე ნომრად თამაში ლოგიკურია ჩვენ ნაკრებთან ესპანეთისთვის, ისინი ელოდებიან ჩვენ შეცდომებს და იღებენ კიდეც. ამით იხეირეს უკვე 13 ქულა აი ტაბლოზე ზუსტად მაგაზე მეტყველებს რომ ჩვენ გვაქვს უპირატესობა მივდივართ წინ, მაგრამ შემდეგ ელოდებიან ისინი თავის შანსს, იღებენ ამ შანსს და გარდასახავენ ამას ქულებში. მაგრამ როდემდე ახლა ცოტა არ იყოს და დაცვაში თამაში ამდენი ხანი ტაიმი ნახევარი დაცვაში თამაში ცოტა არ იყოს და ძნელია. იქ აუცილებლად გამოჩნდება მით უმეტეს ესეთი მძლავრი დარტყმების მერე ხვრელები და იმ ხვრელებში უკვე საჭირო არის რომ დაღლილობა თავისას გააკეთეს, რა თქმა უნდა გააკეთეს. მაგრამ ნახოთ ახლა ვიზაკეთ გააკეთებს, მაგრამ მე-13 წუთი მიმდინარეობს მეორე ტაიმის და ჯერ ვერაფერი გავაკეთებ. ჯერ ვერაფერი დაღლილობა უნდა გააკეთოს თავისი ხელებს ჩამოშობულება არ ჩვენ ვარ. არა, რა თქმა უნდა სტადიონი რო შეივსო თუ ატყობ. და ძირითადად ბავშვები და ნაზისკეს წარმომადგენლების სიმრავლით გამოირჩევა ეს სტადიონი, რა მოხდა ეხლა? რაღაცა ხდება. არ ამგონია ჩვენი ბრალი იყოს აქ ისეთი ტენდენცია მიდიოდა მთელი მაჩის განმავლობაში. მორენოს წოდავს რაღაცას, აი მას გვაჩვენებენ სწორედ. შეუხვიეს თავი, დაახურეს თავზე ჩამხუტი, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი შველის არიაშვილთან მას საკმაოდ უჭირს. ის რო შეტკინებაში ამხელა უპირატესობა გვაქვს, ამას რეალიზება ჭირდება, თქვა ამაზე წეგანაც ვილაპარაკეთ, მაგრამ გამეორდები კიდე ერთხელ. იომ როა შეაგდებს ახლა ბურთს. იმედია შეაგდებს. არ აგდებს ბურთს, აი ეს კი ის რისთვისაც არ დააჯარიმეს პორტუგალიის ნაკრები ალბათ 17 ჯერ მე მგონი ჩვენ წინააღმდეგ თბილისში. ნუ გამახსენეთ. მე-16 მოთამაშემ ძალიან დიდი როლი ითამაშა. ზუსტად მაგას ყველაზე კარგად ითამაშა სხვათა შორის იმ მატჩში. კი, ნამდვილად ყველაზე გამორჩეული მაისურია. კი ბატონო, კი. ის რაც არ გააკეთეს ამ რამდენჯერმე პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ, როდესაც 9 ნომერმა დააგვიანა შერკინებაში ბურთი შეგდება, როგორც იქნა აქ უკვე ის უბრალოდ ცინდის ნამუზე აწრილი იყო. ელემენტარულად ცინდის ნამუზე აწრილი იყო ეს კაცი. ჩვენება განმეორებით შერკინება მოითხოვეს კიდევ ერთხელ. ხო, იმიტომ რომ ჩვენ არ გქონდა ჯარიმა, არამედ გქონდა თავისუფალი, რაც კარჩი დაწვის უფლებას არ გვაძლევს, არც აუჩი გადატანის შემდეგ მოგვაკუთვნებს ისევ ჩვენ ბურთს. ამიტომ შერკინება ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია, მით უმეტეს თუ უგებთ, მოდი ბოლომდე მაშინ დავჩაგროთ ამ საქმეში. და აი აქ მოპოვებული უპირატესობის რეალიზება იმდენად აუცილებელია, როგორც უდაბნოს წყალი. კი, აქედან ჩვენ იმდენი ხანია უკვე ვავიწროვებთ, რომ აქედან უკულოდ გამოსვლა უბრალოდ ცოდვაა. არ შეიძლება ასეთი რამ. ცოდვა არიან ისინი თუ ჩვენ გულისხმობთ. ცოდვა ჩაგვეცეთ. გადასარევად დავძარით შერკინება, მივაწექით. სადღაც ავლენ ახლა ესპანელები ელემენტარულად საჯმა გამოიშვირა ხელი და დაჯარიმდნენ, იმიტომ რომ იძულებული იყვნენ ესპანელები დატრიალებული იყვნენ. კი, ბატონო, ამ კომპონენტში ჩაგრავთ 2x2-4-ია. ნუ ალბათ კარებს დავარტყავთ სიტუაციიდან კაპიტანი ამბობს რომ 3 ქულა გვინდაო და მე მგონი ასეც იქნება კი ნამდვილად საკმაოდ ხელსაყრელი პოზიციაა სხვათა შორის კარებში დასარტყმელად. იდეალური მეტი რა დამტყმელს, მეტი არ გამომდინარე იქიდან რომ მეკოს კვალიფიკაციაში ახლა ეჭვის შეტანა ნამდვილად არავის არ მოუაზრათ და თანაც სიტუაცია საკმაოდ ხელსაყრელი ალბათ დავწინაურდებით. ჩვენ მარჩიელობდით პირველ ტაიმში თუ გახსოვს იმის თაობაზე რომ ვინვის გადაეწევა და ასე შემდეგ და იმედია ამ გაჭრის მერე წინ გაჭრის მერე აღარ გვექნება სასაუბრო იმ კი დაესმება წერტილი ამ ჩვენ ვის დავეწევით და როგორ დავეწევით მე მგონი უნდა დამთავრდეს უკვე ამაზე ლაპარაკი უპირატესობა გვაქვს ეს უკვე ნათლად ჩანს და ამ უპირატესობის რეალიზაცია მეორე ნახევარში უკვე ყველაფერი თავის ადგილზე დადგა შეიძლება ამის თქმა უბრალოდ არ დადგა ჩვენი კონსტრუქციული თამაში მოდი ასე ვთქვა თორე დანარჩენი ყველაფერი წესრიგშია ისეა როგორც უნდა იყოს აი ახლა 3 ქულა იმედია დასაწყისი იქნება ჩვენი წესრიგში ალბათ ამას გულისხმობდი ხო ისე უნდა იყოს როგორც წესრიგში მოსაყვანა რა თქმა უნდა ეს უნდა იყოს დასაწყისი იმისი რომ ჩვენ უკვე უნდა მოვიპოვოთ კუთვნილი უპირატესობა მე კოკვერიკაშვილმა ჩვეული ოსტატობით დაარტყა და ჩვეული ოსტატობით აიტანა ბურთი დავწინაურდი მოხდა ცვლილება ესპანეთის ნაკრების რიგებში ხავიერ დე ხუანი გამოჩნდა მოედანზე ხავიერ დე ხუანი იგნასიო ვილანუევას მაგრამ კარგად ითამაშა ვილანუევამ იყო ეპიზოდები როდესაც
ბევრი იბრძოლა, ძალიან ბევრი გამოსაჩენი იყო. ნამდვილად ესეა. მას მის ნაკვალებს რო გაყვა დევიდ გონსალესი, რომელიც მორენოც ტოვებს მოედანს. მორენოს საწოდაობას ნამდვილად ვეღარ უსწორებ. ეგ როცა ჩანს კადრში თვალს ვარიდებ უკვე ტელევიზორში. ფონტესი უნდა იყოს. მითხარი ხოლმე როდესაც არ იქნება კაცი ხელი. აღარ იქნება უკვე გავიდა მოედნიდან. კი. ოხო, კარგად წამოიღო სიღრმიდან ბურთი თოდუამ. ახლა ხუციშვილი გაუტანს სიღრმეში დამდგარ ხმალაძე იყო თუ პირიკაშვილი უკაცრავად, რომელიც კარგაშ მოზდივ მანძილს იგებს და უთხამს აუჩი, თუმცა სწრაფად შემოაქვთ ესპანელებს და მოაქვთ კონტრშეტევა, რომელსაც ახლა კარგი ბოჭვა სჭირდება და არის კარგი ბოჭვა, შეგვიძლია აქ დავსვათ ნიშანი, რომ გაკეთდა ეს კარგი ბოჭვა. ახლა უპირატესობა აქვთ შეტევის მარჯვენა ფლანგზე ესპანელებს რიცხობრივი, მაგრამ რატომღაც არ გაამწვავეს იქ თამაში და ისევ აქეთ გადმოიტანეს ბურთი. ჩვენები ჩარეკვაზე თამაშებიან, ასე ვთქვათ, იმისას ერთ-ერთი აი კარგი ეპიზოდი. გადასარევი შეტევა შეიძლება წამოვიწყოთ. კი, კაჭარავა არის ბურთით. შემოაგდო კაჭარავამაც დატოვა ბურთი, მაგრამ ვის შემოუგდო? აუჩი გადავიდა ბურთი? აქ კაჭარავას გამტყუნება ალბათ არ არის უპრიანი. ამ ბიჭმა ისეთი რამე მოინდობა 12 ნომრად ვიზენ სარგმარო. იშვიათად რო ვინმე აპატიებს. რაც მოინდომა მიიღო კიდეც მე. ხო, ეს აბსოლუტურად არ არის საჭირო, ნამდვილად გეტყვით. თუმცა დაძაბულობა ხანდახან ისე პიკს აღწევს მოთამაშეებს შორის, რომ რაღაც განტვირთვისათვის საჭიროც არის. როგორც ქორწილს უხდება კაი მუშტიკრივი ოღონდ ფარგლებში, ისე რაკსაც უხდება. მაგრამ იმ დიდი იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ამით ყველაფერი დამთავრდა, ბოლი გაუშვეს მოთამაშეებთან და დაუბრუნდებიან იმ საქმეს, რითაც არის შეკრებილი 100,000-იანი აუდიტორია ტელევიზორში. ისე დაუბრუნდნენ, რომ ვიღაცამ არ დატოვოს მოედანი, აქ ალბათ ყვითელი ბარათების გარეშე. ნამდვილად ეკუთვნოდა, თუ კი ვინმეს ეკუთვნოდა. თუ ზედ არ მიაყოლეს კიდე შარიკაძე, მე მგონი რომ მასაც არც მასაც დება ყვითელი ბარათი. ხო, ზუსტად მაგ კონსულტაციას გადიან ახლა მოთამაშეები, მაგრამ ფაქტი ერთი რამე არის. აი დავაკვირდეთ კაჭარავა, აქ უკვე გამოსავალი არ ქონდა, მან უბრალოდ დატოვა თამაში ბურთი. კი, გასაგებია და აი აქ დავაკვირდეთ და აი ეს ეპიზოდი ტიბიო ვიზენსანგმა გადაამლაშა ცოტა არის. აი ეს უკვე არანაირად აღარ ჯდებოდა არაფერში. გასაგებია რომ ხელი კრა გააქცია, ეგ პირველი და მე-10 შემთხვევა ნამდვილად არ არის, მაგრამ კი, მე დიდი ეჭვი მაქვს ტიბიო ვიზენსანგს ჩვენსაც მიაყოლებენ მერაბ შარიფაძეს. კი, თუ ერთს გააგდებენ, ალბათ მეორესაც მიაყოლებენ. კარგი იქნება ჩვენი ეჭვები რო არ გამართლდეს, მაგრამ საუბედუროთ. საჩისე ღრმათა ჯიბეშხელი ჩაყოფილი რომ კაპიტნები უკვე მსაჯსთან არიან, ახლა დამნაშავეებიც მოხდებიან საჯის ხედულობის არეალში და ისეთი ბარათისკენ წაიღო ხელი. ეს რა შუაშია, კაცო? ვისთვის გააგდო გიორგი ნემსაძე საერთო ეპიზოდში არ მონაწილეობდა მე მგონი. და მხოლოდ ნემსაძე რა უცნაურია? დაკვირვებულია ახლა გიორგი. რა უცნაურია? ვიზენსანგმა და შარიკაძემ მუშტები იქნიეს და ნემსაძე მოედნიდან გააგდეს. რატო ვერ გავიგე? ვერანაირად ვერ აქვს მე ამ სიტუაციას, თუმცა კიდე იშვეს ვიღაცისგან ხელს. ხო, არასახარბელ სიტუაციაში მოვხდით. ერთობ 14 დავრჩით მოედანზე და ეს კიდე არაფერი იმის ფონზე რომ შეიძლება წითელი ბარათითაც გავეჯილდოვებინეთ, მაგრამ ცალმხრივი გაგდება ცოტა დამაფიქრებელია. ერთი სიტყვით აქედან მოგვიწევს 10 წუთი ზაფხულა და საკუთარი კარებისაა თუ ჩაქვის მოედნის მშრალად შენარჩუნება. ესპანელები კაც მეტნი არიან. ააგდეს აუტი ჩვენთან განსხვავებით მეშვიდე კაცზე და საკმაოდ კარგადაც შექმნეს. მოლიცვენიერი დააყენეს, თუმცა დაკარგეს ბურთი და გადმოგვეცა. ეხლა კაცნაკლული შერკინება, ვნახოთ ისევე თუ მოერევა. მეტოქეს როგორც აქამდე ერეოდა, როდესაც სრული შემადგენლობით იყო. ვიმარჩევლოთ იმის თაობაზე, ვის დააყენებენ მეორე ხაზში. ლომიძე რამდენი კარგად სუთიაშვილს მოუწევს მეორე ხაზში გადასვლა. სუთიაშვილი ორივეს აქვს მეორე ხაზში თამაში. საკმაოდ სერიოზული გამოცდილება, ასე რომ ლომიძე კარგ ახალი მეორე ხაზილად მოიაზრებოდა და შემდეგ აღმოჩნდა მესამე ხაზში და 8 ნომერზე. მიუხედავად იმისა, რომ აქ კადრში გამოჩნდა კახა ასეიშვილი, კაცი რომ გამოჩნდა კიდე სხვა ანტონ ფეიქრიშვილიც რასულებელ მოხდება. მთელი პირველი ხაზი გამოცვალეს და
კახა ასეიშვილი და ატონ ფეიქრიშვილი გამოვიდნენ მოედანზე. საინტერესოა ვინ არის ანტონ ფეიქრიშვილია 3 ნომრის პოზიციაზე. მიშენარიაშვილი და ლევან ჩილაჩევა გამოვიდნენ მოედნიდან, ანუ მთლიანად პირველი ხაზი იქნა ჩვენი შეცვლილი. რაც შეეხება მეორე ხაზს, სუთიაშვილი გახლავთ და მესამე ხაზში უკვე დაემატა თამაზ ჭედლიძე. დიახ, თამაზ ჭედლიძე გახლავთ ზუსტად. 9 ნომერიც გამოუცვლიათ, აი გამოვიდა ახალ ბედა, რომელიც მეორეც არაუკაცრავად მესამე თამაშს თამაშობს. ლობჟანიძე 9 ნომერი ჩვენი ნაკრებისა. ჩვენთან არის შეცვლილება, დიახ. კი, ასეა. ვასკო ლობჟანიძე გამოვიდა, სხვა შორის ამ ბიჭმა საკმაოდ საინტერესო შტაბეჭდილება დატოვა, უნდა გითხრა პირდაპირ. ეს არის კვირცხლის ხარტი მოთამაშე, რომელსაც დაღვინება აკლია, ეხლა ვეკეთხვი, მაგრამ პერსპექტივა ნამდვილად აქვს. კაცში ზუსტად ვასკო ლობჟანიძე გახლავთ. თითქოს ესმითო ჩვენი ხმა ესპანელ რეჟისორებს და ოპერატორებს, ზუსტად იმას გვაჩვენებენ ხოლმე, რაზეც ვლაპარაკობ. კარგია. ვასიკოს რა თქმა უნდა წარმატებას უსურვებთ ამ შეხვედრაში და მთლიანად კარიერაში. მთავარია ეხლა ეს მატჩი როგორღაც კარგად გადასარევი იყო ჩვენი შერკინება, ფანტასტიკური იყო ჩვენი შერკინება. ესეც შეგისათად იყო პირველი ხაზი და გააქციეს კიდევაც. წავიდა ლობჟანიძე. ლობჟანიძე უთევს თვითონ ინდივიდუალურად. დროული მიხმარება ჭირდება აუცილებლად. ბურთის გატანის შემთხვევაში და გავიტანეთ კიდევაც ეხლა წინ შეტევა კარგია თხილაიშვილიც. მიუახლოვდით უკვე 10 მეტრიან ზოლს. ცენტრი გადავლახეთ მარჯვენა ფრთაზე გადმოვიტანეთ ბურთი კვირიკაშვილმა მაღალი ბურთი გადაკიდა სიხრეში სწორი გადაწყვეტილება იყო ოღონდ ჩახურვა ჭირდებოდა ამ სიტუაციაში ამან აგვიანა მარტო სუთიაშვილი გადაუარა გააჩერა კარგი სისტრაფი აკრეფილი მეტოქე და ახლა კიდევ ერთი დარტყმა რომელიც ასევე გაჩერებული იქნა თუმცა უპირატესობის ხაზი გადაკვეთა ესპანელმა კიდევ ერთი მიძალება ამჯერად ისეთი წარმატებული ვერა როგორც წინ და ეხლა ისინი ცდილობენ ხელით ათამაშონ ბურთი, მაგრამ ჩვენი ძალიან კარგია რომ ცდილობენ, აქ შეცვლილობენ აუცილებლად. აი რაც გითხარით, ზუსტად ის მოხდა. დავიბრუნეთ ეს ბურთი და ახლა კონტრიერში ძალიან კარგი შანსი გვაქვს. აქვს ლობჟანიძეს ახლა არჩევანის საშუალება. ეს ბურთი გვერდიდან არ შემოვიდა ახლა ამ რაკში. საჯმა ჯარიმ არ აღნიშნა ლობჟანიძე მარჯვენა ფრთაზე გაათამაშა ბურთი ლაშა ხმალაძე თვითონ შეუტია აი კარგი იყო თხილაიშვილი და აკვა ძალიან კარგად ჩქარა არის ვასკო გასატანი ეს ბურთი ნახევარი გუნდი ესპანელების იქნებოდა თამაშგარონ მდგომარეობაში მაგრამ ლაშა ლომიძეს აქვს ეხლა ბურთი ჩვენები აკონტროლებს ეს რა იყო ეს იყო ის რაც დაიჯება ეხლა ზუსტად 3 ქულით არ ამგონია რომ მარტო 3 ქულა საკმარისი იყოს ეს იყო ასე ვთქვათ ცინიკური ჯარიმა როდესაც სრულიად აი ზუსტად რასაც ვლაპარაკობ ეს იყო ცინიკური ჯარიმა როდესაც სრულიად შეგნებულად დაარღვია აბსოლუტურად დღისით მზისით ყველას თვალწინ თამაშის წესი რაც ისჯება ყვითელი ბარათით აფერუმ ჩვენ ბატონ რუის რომელსაც ძალიან კარგად ეს მომენტი ძალიან კარგად განსაჯა და გააძევა კიდეც მოედნიდან აი დააკვირდი ოპა ეს არ შეიძლება ხავიერ დეხუანი ცოტა ხანი ვერც დავუშვენებს შემოსული და ეთყობა დაიღალა და გასეირნება მოინდომა გარეთ ძალიან ბევრი იშრომა 3-4 წუთი შემოსულია კვირიკაშვილს თუ დააკვირდით არ აუცილებია არც ერთი ჯარიმა ჯერჯერობით არც ერთი დარტყმა ჯარიმა იქნება ეს თუ გარდასახვა არ აქვს ანუ 100%-იანი შედეგით მიდის კი ასეა დაიწერება კიდეც ამასაც რო გაიტანს დაიწერება კი მე გაცილებულს ვერ ვიხსენე მე რაღაც ერთი ეპიზოდი მახსენდება პირველ ტაიმში აი ახლა ყველაფერი გამოჩნდება ჯობია რომ ჯერეს გაიტანოს კი მაგას კეთებ არ კიდაც ჩვენი რაც არის ფსიქოლე დავწინაურდით ბატონო აი ახლა გამოჩნდება ეს გარკვეულ წილს სიმშვიდის უნარ შეხედე ხუთი ჩემი სიტყვები უკან ვიქროსორეთ ჩემი ეჭვები უკან მიმართ გაღიმებული ჩვენი შემადგენლობა ირაკლი აბუსერიძე ექს-კაპიტანი ერთ-ერთი ყველაზე ისე თქვა მინდა რომ ყველაზე ბევრჯერ ნაკაპიტნარი საქართველოს ეროვნული ნაკრების ირაკლი და მე ზუსტად მანდუჯეკის შარშად როდესაც მეორე ტაიმში ერთი ადგილით აკლებს ვამტრევდით მაგრამ ჩვენ და საბედნიეროდ ის თამაშის გადავარჩინეთ ვასკომ არა ჯერ არ გამოუტანია კარგი პაუზა გააკეთა რითაც ასე ვთქვათ ნაადრევად დაძრა ჩამხურველები და ამითი შეაჩერა ისინი აქ ჩახურვა არის საჭირო იმიტომ რომ ესპანელები გასაგებია არავისთვის პასის მიმცემი ეს არ ჩანს მაგრამ მიცა გაიმეტა ბურთი აიმეტა და კარგი არც დაემართა მისიანს
წინ უნდა ჩავხუროთ ჩვენ ჩარეკვას ვეთამაშებით კიდე და ვაძლევთ საშუალებას. როგორ გაიქცა რამდენიმე ბოჭავს. ლინკლეიტერი იყო ეს რომელმაც შეტევა განავითარა ეხლა საქმეს ჩაერთო დენიელსონი ესპანელებმა გაგვიჭრეს ხაზი და არ არის საქმე კარგად არის და ახლა შეიძლება კიდევ ერთი გააგდონ. შეიძლება კიდევ ერთი ის ვინც ხელი ჩაარტყა ამბურთს და ისიც მიაბრძანონ სიმბილში. ვერ დავინახე, მაგრამ ეს იყო რომელიღაცა ჩვენი მორკინალი, აი, რასაც ვამბობდი. სულ ახლახან შემოსული დათუნაშვილი, რომელმაც მოდი ვთქვათ, რომ შეიძლება ლელოსაც კი გადაგვარჩინა, მაგრამ გაგვტოვა 13 კაცის ამარა. აი დააკვირდით, ჰქონდათ მათ უპირატესობა, აქ პასი რომ არ ჩაეჭრა რა იქნებოდა არავინ. მოდი დავიწყოთ იმითი, რომ ძალიან დიდი შეცდომა იყო დარშვებული, რომ ხაზი დაცვის თლიანად იყო დარღვეული. თლიანად ესპანელებს მიეცათ ცხადია იმის საშუალება, რომ დაედო თავი და შემოსულიყვნენ შუაში. აი იქ უკვე გადარჩენაზე იყო რა თქმა უნდა ლაპარაკი. აი ახლა გეთანხმები, რომ ლევან დათუნაშვილს ბევრი არჩევანიც არჩებოდა. შეიძლება უარესსაც გადაგვარჩინა. შეიძლება უარეს გადაგვარჩინა ნამდვილად. ახლა ჯარიმა და სამი ქულა ალბათ მაქსიმუმი რაც შეიძლება დაგვემართოს. Very link later სულ რაღაც ორ წუთში თუ არ ვწდები შემოვა პირველი გაგდებული და შეიძლება მის ნაცვლად შემოვიდეს სწორედ გიორგი ჩხაიძე. მე მოგშეგახსენებთ რომ ნემსაძეა ის ვინც პირველმა დატოვა მოედანი. ყველაზე დიდი სტაჟი ნაკრებში თამაშისას აქვს მეკო კვირიკაშვილს და შემდეგ გიორგი ჩხაიძეს. აცილა და ეს თულაც არ არის ცუდი. 79 თამაში აქვს დღევანდელ-დღემდე ჩატარებული გიორგი ჩხაიძეს ეროვნულ ნაკრებში ეს იქნება მე-80 საიუბილეო მატჩი, მერაბ კვირიკაშვილი კი 82 მატჩს ატარებს. ამასობაში იუარგა ბრედლი ლინკლეიტერმა და მეორედ აწინა. მე ისე მისი ასწენილი მახსოვდა პირველ ტაიმში დაუვიეთ. ნამდვილად ასე იყო. მან აცილა არაერთხელ და ორჯერ, არამედ რამდენჯერმე სამაგიეროდ არაუცილებია მეკო კვირიკაშვილს და შემოვიდა ჩვენი ნაკრების ვეტერანი, რომელსაც მრავალნახული გიორგი ჩხაიძე, რომელსაც ლაშალომიძის ნაცვლად დიდი გამოცდილება აკავშირებს საქართველოს ნაკრებთან და ზოგადად რაგბის თამაშის და ცხადია რომ 8 ნომრის პოზიციას დაიკავებს ახლა. კი, ლომიძე გავიდა მის ნაცვლად ალბათ ისევ შორს გადავკიდეთ ბურთი და ისევ სიღრმით დაიწყეს ესპანელებმა შეტევა. სუთიაშვილი კარგი აქვს. სუთიაშვილი ნამდვილად მუშაობს მთელი მატჩის განმავლობაში. დაცვის ხაზი არ არსებობს? არა მგონია ესადმე შორს წავიდეს არ წავიდესზე არ არის ლაპარაკი. როდესაც მოლში მხოლოდ ერთი ჩვენიანი შედის და 4 ესპანელი არის, იქ უპირატესობა არანაირად არ უნდა შეექმნათ. რიცხობრივი გათამაშება ბურთის შემთხვევაში რა. არ უნდა შეექმნა. არავითარ შემთხვევაში რა თქმა უნდა. აი ვახევინებთ უკან და ვარჩევთ. კარგია. ეს იყო ეპიზოდი, როდესაც ჩვენი ნაკრები უნდა ვაღიაროთ, რომ ცოტა აირია დაცვაში იყო რამდენიმე ეპიზოდი, რომელსაც ალბათ უკეთესი შეტევის გუნდი უფრო დაგვჯიდა. მოდი ასე ვთქვათ, პირდაპირ, მაგრამ დაალაგდა დაცვა რამდენიმე კარგი ბოჭვის ხარჯზე. მოხდა ამ ბურთის შენელება, შემდეგ წნეხი მოხდა მეტოქეზე და დაკარგა მეტოქემის ბურთი, რომელიც ჩავიდა ჩვენ და ახლა ჩვენი შერკინება და ამასობაში გიორგი ნემსაძე დაბრუნდა მოედანს. დაბრუნდა და პირდაპირ საჩთან მივიდა ერთი გამაგებინე რა გინდო და რას მერჩოდიო. წინ გადაუვარდა ამასობაში ის ეპიზოდი გაიმეორე. ჩვენი შერკინება უკვე დავთანაბრით ამ რაოდენობაში ორივე გუნდი 14 კაცის ამარა მოედანზე. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ ჩვენი პირველი ხაზი მთლიანად გამოიცვალა, მოედანზე შემოვიდა სიმონ მაისურაძე, ჰუკერის პოზიციაზე კახა ასეიშვილი და ანტონ ფეიქრიშვილი. ასეიშვილს ხედავდით ახლა თქვენ კადრში. ასეიშვილი საკმაოდ კარგი მოთამაშეა, ღია თამაში ჩვენი რადირჯება. და ლორენცო ორტისი გადაწყვიტა შემოიყვანონ მოედანზე, ყოველ შემთხვევაში ემზადებოდნენ. კიდე ერთი ნაცია იტალიელებიც აყრდნენ ახლა ესპანელებს და ლორენცო ორტისი სწორედ იტალიელი გახლავთ წარმოშობით. ეს არის ნიას გლობალიზაცია, კი. მთელი ევროპა გაერთიანებულია რა თქმა უნდა. ევროკავშირის გუნდს ვეთამაშებთ. აქ ესპანეთი კი არა, ევროკავშირის ნაკრები უნდა ეწეროს. შერკინება არ ამგონია რომ პირველი ხაზის გამოცვლით ესპანელებს ჩვენი პირველი ხაზის გამოცვლით ესპანელებს რამე საშველი ექნოთ. იგივე პრესის ქვეშ არიან, ჩხაიძემ გამოიტანა ბურთი გააგრძელეს შეტევა. შარიქაძე მიქვე დაარტყა, ახლოს წაიწია რამდენიმე მეტრი წინ ახლა.
ცოტა შეყოვდა ბურთი და ფეიქრიშვილი იყო კარგი, რომელმაც გადაკვეთა უპირატესობის ხაზია, ხასეიშვილი ელოდება და ისიც ამას გააკეთებს, ასეც მიქცევა. მანაც რამოდენიმე მეტრი მოიგო და დაგვაჭარიმეს. აბსოლუტურად სწორად გიორგი ჩხაიძე დაჯარიმდა, იმიტომ რომ სრულიად არ იყო საჭირო ესეთი რაღაცის გაკეთება. ცეცხლი არ ეკიდა იქაურობას საიმისოდ რომ ასე ჩამხტარიყო ნამდვილად. ლორენცო ორტისი კადრში იყო. ემზადება, მაგრამ როდის შემოვა და როდის დაანტებსაც კაცმა არ იცის. დენიელ სნიმ გადაიტანა ამასობაში აუჩი ბურთი. და იქიდან ბურთს შემოაგდებენ უკვე წინაღამ იტალიელები. ბენიატო ოსკი შემოაგდებს. აი ერთი გაბარიტიანი ყმაწვილის გამოჩნდა. იტალიელი გახლავთ წარმოშვებით. გამობძანდა მოედანზე. რომელიღაცა პირველ ხაზმა ესპანელებისა გეტყვით ზუსტად ვინ ხესუს მორენომ ამოისუნდა. მაგრამ მორენო კარგად ხნის გასულია, სავარაუდოდ ეს ფრენკ ლაბე იქნება პირველი ნომერი, აი ეს. ალბათ, დიახ. კი, აი ეს ფრენკ ლაბე. მოიგეს ესპანელებმა და წამოიწყეს იერიში, დაუხდა 8 ნომერს ლობჟანიძე, დიახ, ლობჟანიძე იყო, გაუკეთა ბოჭვა კოჭებში და გააჩერა ზუსტად ისეთი რაც გაეკეთებინა და ეს რა არის? როგორ აღმოჩნდა ასეთ სრულ მარტოობაში გარემარბლი? ამ ხელად თამაშია მაგას ვთილობდი ჩვენ და ვერ მოახერხეთ და ესპანელებმა მეორე შეტევა მოახერხეს. შეტევის ორგანიზება და უკვე უპირატესობა შექმნეს ხაზში. ძალიან ბევრს მოძრაობენ ეს ბიჭები. ესე ჩვენ შორს ვერ წავალთ. აუჩი გადავიდა, არა, გადავრჩით. გადავრჩით. ლობჟანიძემ ახლა ეს ბურთი გადაარჩინა, მე მგონი კი არა გადაარჩინა, უცბად შეინარჩუნა, ახლა აქედან ბურთი უნდა გამოვიდეს. ალბათ გაკეთდება ერთი დარტყმა მორკინალებით, რათა გამოთავისუფლდეს ლობჟანიძე, რომელიც პასის გამკეთებელი, აი მშვენიერი მიძალება ადგება ლობჟანიძე და გაუტანს დამტყმელს, რომელიც მოიშორებს მას. შეიძლება კიდევ ერთი დარტყმაც ნახოთ. კი, სიმონ მაისურაძე ზუსტად მაგისთვის ემზადება. კიდევ ერთი დარტყმა, მაგრამ ესპანელები ძალიან ყურადღებით აღმოჩნდნენ მოლის გვერდზე. ახლა ბურთზე კონტროლი არ დავკარგოთ და დავკარგეთ ბურთზე კონტროლი დაინიშნა შეცნაური გადაწყვეტილებაა პირდაპირ მინდა გითხრათ, რადგანაც ეს არ იყო მოლი, ეს იყო რაკი, ბურთს ფლობდით ჩვენ და რა მე ამ შემთხვევაში ნამდვილად ვერ შევედავებოდი, აქ უბრალოდ გადაამეტეს ჩვენებმა რა. უნდა გითხრათ რომ დაცვაში ჩვენების არასწორი თამაში ძალიან არა თუ არ მოხდა ძალიან არის ესპანელთა შერკინება, რომელთაც არაფრის დიდებით არ უნდა დავადებინოთ და შემოვიდა კი მოედანზე. ეს ის ხუციშვილი არ არის, რომელმაც დაიწყო, ეს არის ალექსანდრე ხუციშვილი, გარემარბი. შეგახსენებთ რომ მაჟა ხუციშვილი ყავს კიდე 9 ნომრის პოზიციაზე. სანდრო თოდუას მაგირად შემოვიდა. არა, თაზოვჭედლიძის მაგირად შემოვიდა. თაზოვჭედლიძემ დატოვა მოედანი და მოედანზე გამოვიდა ალექსანდრე ხუციშვილი. კი აბსოლუტურად კორექტული იყო შენიშნის მომისთავაზე, ერთი ხუთშვილი იყო ვაჟა ხუთშვილი 9 ნომრად შეაგდეს ესპანელებმა მოიგეს. აქ მე მგონი წინ გაუვარდა ბურთი ესპანელებს. კი, ასეა. ჩვენ და იღბლა წინ გაუვარდათ ბურთი. ამ შერკინებაში ჩვენ ვეღარ მოვახერხეთ მიწოლა ის დრო მე როგორც ვატყობ, როდესაც ნიშან არიაშვილი, ზურაჟვანია და ლევან ჩილაჩევა იკლებდნენ ესპანელებს. ჩაბარდა იმას. არა, ისიც არ დაგვავიწყდეს რომ კაცნაკნულნი ვართ. ერთი კაცი გვაკლია. ესპანეთი უკვე სრული შემადგენლობითაა. დიახ. სამაგეროდ ჩვენ არ ვართ ჯერჯერობით სრული შემადგენლობით, მაგრამ ესეც მალე მოხდება, რადგანაც ახლო იყო მათი გაგდების მომენტები ერთმანეთისგან. დიახ. ესპანელისა და ქართველის. ანუ 7 ვიდექით ჩვენ შერკინებაში და იმიტომაც ვერ მოვახერხეთ. შერკინებაში უპირატესობის შექმნა. ეხლა დაემატება ხუციშვილი ამ შერკინებას და გავხდებით 8. აქამდე მისი დამატება სავალალო შეიძლებოდა გამختارიყო. მართალი ხარ, იმიტომ რომ მათი იყო შერკინება, დიახ. კაცით ნაკლებით ჩებოდით ხაზში, რაც უფრო სავალალო შეიძლება იყოს. შესაბამისად, დავართ სრული შერკინებით. ახლა მთავარია მივაწვეთ, მოვიპოვოთ ბურთი და გადავიტანოთ წნარად აუჩი. ყველაფერი ისე აგიხდათ, როგორც ჩვენებმა ეს ყველაფერი გააკეთეს. გადასარევად ჩვენიერია. გადასარევი იყო სიმონ მაისურაძე, კახა ასეიშვილი და ატომ ფეიქრიშვილი. რა თქმა უნდა, მეორე ხაზთან ერთად გიორგი ნებსაძე და კოტომე კაუტაძის დამსახურება არანაკლებია, მაგრამ პირველ რიგში ყველაზე დიდი დამსახურება პირველ ხაზელების არის.
ერთი რაში წავლეკეთ ესპანელები ეს არის შერკინებაში, მაგრამ დანარჩენის კი რა მოგახსენოთ. დიახ და რომარა ეს არავინ იცის რა იქნებოდა. ლაშა ხმალაძეც ჩვენს აუჩი გადაიტანოს ბურთი. რაც უფრო შორს მით უკეთესი იქნება, გადასარევად შეასრულოს თამაშზე დაკისრებული ფუნქცია. შეგახსენებთ იმასაც, რომ ამ შემთხვევაში, როდესაც ჯარიმი და გადადის აუჩი ბურთი აი რაღაცა აუტიდან მოწოდების საშუალება ეძლევა იგივე გუნდს, ანუ ჩვენ და ჩვენთან კიდე ერთი ცვლილება მოხდა. დათუნაშვილი დაბრუნდა, აცვლილება არ არის, გაუვიდა მას ყავლი მის სასჯელს და დაბრუნდა ის მოედანზე რეაბილიტაციაში. აი მასაც ხედავდით ახლა ცისფერი ჩაფხუტით. მაისურაძე მაგდო და ჩააბარა მეტოქეს, მაგრამ ახლა იმაზე ვიფიქროთ, როგორ დავიბრუნოთ. აი ისევ სუთიაშვილი თუ კი ვინმეს ეკუთვნის ამ მატჩის საუკეთესო მოთამაშის წოდება, ეს სუთიაშვილია, რომელიც ნამდვილად ძალიან ბევრ შემოდგა. როგორც იქნა ჩვენება გააკეთეს ის რაც უნდა გაეკეთებინათ და წინ ჩაურეს მოწინააღმდეგე. აი რა შედეგი მოყვა ყველაფერ ამას, როდესაც ბუკამ შარიკაძემ ჩაიგდო კიდევაც ბურთი ხელში, ეხლა უკვე ჩვენები გადავიდნენ შეტევაში. ძალიან კარგია დაიტოვა ბურთი, ჩხარა თუ გამოვიდა და ბურთს ვაწყობს, ხარა გამოიტანა ეს ბურთი და სიმონ მაისურაძე ჩაერთო. ასე იშვილია უკაცრავად. ისევ ჩვენები არიან შეტევაში. ახლა ლობჟანიძემ გაათამაშა მარჯვენა ფლანგზე ბურთი, გამოტოვა კვირიკაშვილი. კაჭი არის ბურთი და კაჭის მისცა, რომელმაც დარტყმა განახორციელა, ცოტა ხნით შეყონდა, ახლა უკან უნდა წავიდეს ბურთი ისევ მორკინალებთან. ცხადია. პირდაპირ ეს თუ არ ვწდები არა ეს ასე იშვილი იყო. ან ფეიქრიშვილი და ეს უკვე ხმალაძეა, რომელიც თავადვე უტევს ხას, აღარ გაატანა არავის ბურთი, არც იყო მე მგონი საჭირო. და სუთიაშვილი დაუძრა პირველ ახლო სწრაფად ამოსულ ბოჭავს და შევიდა კონტაქტში. ჩხაიძე უკანაფტაში გადაიტანა ნომერივით ითამაშა და ასევე 10 ნომერივით ითამაშა, კიდევ უკეთესი 10 ნომერივით მშვენივრად დაინახა ცარიელის სივრცე, რომელიც ესპანელებს დარჩენილი ჰქონდათ, იმიტომ რომ 18 ხო არ იქნებიან მოედანზე ელემენტარულად ეგ სივრცე ობიექტურად უნდა დარჩენილი ყოფილიყო. დარჩენილი კი იქნებოდა, მაგრამ იქ გარტყმა კი, ეგ უკვე ცალკე იმიტომაც დაუყარა. თავი ვერ შევიკავი და იმიტომაც შემოწყეს სტუდიაში ოვაციები. თუმცა გაეჭიმა მე მგონი ფეხი ხმალაძეს, ეს ნამდვილად არ არის ჩვენ ინტერესებში არ შედის. მაგრამ იმედია რომ ყველაფერი წესრიგში ვიღადავშა მეთქვა გულფაროს და დაგჭა უკანახასში ერთადერთი გიორგი აფციაური, რომელიც ჯერ არ გამოსულა მოედანზე. ჩვენ გვახსოვს თუ რა მდგომარეობაში მოუწია მას იაპონიის წინააღმდეგ გამოსვლა და ამ გამოცდას კარგად გაართვა თავი. ესპანელებმა გადაამლაშეს. მე მგონი ესპანელებმა გადაამლაშეს, არასწორად იქნა აგდებული დერეფანში ბურთი. მომიდომეს 35-ზე ბურთი ზაგდება. ისე აგიხსნათ ყველაფერი, როგორც გიორგი აფციაურის ერთება უკვე თამაში. აფციაური მოგეხსენებათ უნივერსალი მოთამაშეა, მას შეუძლია რამდენიმე პოზიციის დაპარვა. ისე მე ვთვლი, რომ ჯობია ერთი სპეციალისტი იყოს და ერთზეა იყოს სპეციალიზაცია. ახალგაზრდა მოთამაშეა და ეხა 3-4 პოზიციაზე ყოველდღიურად ჯერ ფსიქოლოგიურად მალაძე გადის, ხედავ მოედინა. მალაძე გადის, ეთყობა ტრავმირებული არის, არ ვიცი. მე ვფიქრობ მეკო გადმოვა 10 ნომრის პოზიციაზე. ასეც ხდება, მერაბ კვირიკაშვილი ხდება 10 და გიორგი აფცეური გადადის 15 ნომრად, ფულბეკად. კი. ის რაც მისთვის ყველაზე უფრო ახლოა ალბათ. მისი სათამაშო, მის სათამაშო. ეხლა ვერ დავასრულე აზრი, რაზე ვლაპარაკობდი, რომ ახალგაზრდა მოთამაშე არის, მართალია, გასაგებია, რომ სხვადასხვა პოზიციაზე შეიძლება გამოცადონ, მაგრამ ჯობია რომელიმე ერთი კონკრეტულზე სპეციალიზირება გაიაროს. ამასობაში ჩვენება შერკინებაში ისევ დაძრეს მოწინააღმდეგე, ისევ წინ მივიწეთ. კიდე საჭმა გაიშვირა ხელი ჯარიმა წავიდა ლობჟანიძე მარტო შეუტია მარცხენა ფრთაზე, რატომღაც იქ ჩვენი ფრთის მოთამაშე არ იყო. კიდე ერთი დარტყმა 5 მეტრიან ზონაში ხდება უკვე ჩათვლის მოედნიდან ყველაფერი ეს აკა ორმო იყო მე მგონი ამოთხრილი. კიდე ერთი დარტყმა, ეხლა უკვე ხაზზე გავატანეთ ბურთი. ხუთიშვილს კარგად დახვდნენ, მაგრამ თავარია რომ ეს ბურთი დაგჭეს ჩვენ და გრჩება კიდეც. კი, საით გაათამაშებენ ბურთს, მოლის გვერდზე გადაწყვიტეს დარტყმის მეყენება და დაარტყეს კიდევაც ლელო გჭირდება როგორც დათუნაშვილი, კარგი იყო დათუნაშვილი, სადაც ჩხაიძის უთი. მეტრანახევარი გადარჩა ჩათვლის მოედნამდე და არის ლელო როგორც იქნა მეორე, აბსოლუტურად დამსახურებული.
კაჭი იყო? კი, კაჭი გახდა ჩემო კარგო, ერთ-ერთი გამოცდილი მოთამაშე, რომელიც მოლის გვერდზე ხშირად იღებს ხოლმე ოპერაციებში. დააკვირდი მის მკლავებს და მიხვდები რატომაც იღებს მონაწილეობას. ჯანი და ღონე და მონდომება ნამდვილად არაკლია ამბიც და კლასი და გამოცდილებაც. რა თქმა უნდა, მაგრამ აქვე უნდა აღვნიშნო, რომ მის გვერდით იყო შალვა სუთიაშვილი, რომელიც ნამდვილად იმასაც გეტყვი, რომ დათუნა კაჭარავა 79 მატჩი გაყავთ. 15 ლელო აქვს ამ მატჩამდე, ეს იქნება მე-16 ლელო უკვე მის მიერ გატანილი და აი ამ ადამიანის დამსახურება ფედოლომაში მაგ ლევან დათუნაშვილი ძალიან სერიოზული იყო ამ შეტევის წარმატებით და გვირგვინებაში. ესპანელებმა აქ წაუძინეს, მოდი პირდაპირ ვთქვათ, ერთი კაცი დატოვეს რაგთან ახლოს, ისიც ცოტა შორს. მეგონი ვერ გაუძლეს, ამდენ დაწოლას, დარტყმას ვეღარ გაუძლეს ელემენტარულად. უკვე დრო არის, რომ რაღაც ბრეშები ამაზე ვლაპარაკობდით 15 წუთის წინ წლის მეთქი. წუთის წინ თამაშდამთავრებამდე რჩება ერთი წუთი, მაგრამ ის წუთიც აღარ დაამატა. თამაში აბსოლუტურად დამთავრდა. ანგარიში 13-26 ჩვენ დამსახურებულად გავივარდეთ ამ თამაში და დავიკავეთ ის ადგილი გათამაშების წრეში, რომელიც უნდა დაგვეკავებინა და რომელიც გვეკუთვნოდა. კარგი იყო კაჭი, ერთყურებად გეს. რომელიც გვეკუთვნოდა და რომელიც დავიკავეთ ძალიან მძიმე ბრძოლის მერე. რაც შეეხება სხვა დანარჩენს გითხარით კიდევაც, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი 14-ში გვპირდება საქართველოს რუსეთის მატჩის ტრანსლირებას, რომელიც თბილისში გაიმართება, ის მაინდა-მაინც ტელევიზორში მიეძალებით და სტადიონზე მოგზაურობთ ბატონებო და ქალბატონებო უფრო ის სიამოვნებ. აუცილებლად მით უმეტეს, რომ ამ დროისთვის უკვე ალბათ კარგია. საზოგადოებრივი მაუწყებელი 21-ში გვპირდება უკვე რუმინეთიდან. აი შემოდიან მეგობრები, მეუღლეები, შეყვარებულები და ასე შემდეგ, ულოცავენ საქართველოს ნაკრებს გამარჯვებას, რა თქმა უნდა, მეც და ნიაზიც გილოცავთ ამ გამარჯვებას, ამ ძიმე გამარჯვებას და ძალიან მნიშვნელოვანს, რომელიც შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს გემშვიდობებით მომდევნო მატჩამდე, რომელიც იმედი ვიქონიოთ, რომ ამაზე უფრო კარგი იქნება, უფრო პოზიტიური, უფრო ლაღი და კიდევ უფრო დიდი სიამოვნებით მივუწევთ. რა თქმა უნდა, ჩვენ უკვე ჩვენი ნაკრებისგან გაცილებით მეც მოველით, ვიდრე ესპანეთის ნაკრების აი ესე რა თქმა უნდა არ მივაყენოთ შეურაცხყოფა ესპანეთის ნაკრებს, მაგრამ ჩვენ არანაირად ისინი რაც შეუძლიათ იმას მაქსიმალურად იყენებდნენ და რაც შეუძლიათ იმას საკმაოდ კარგად და ეფექტურადაც იყენებდნენ, მაგრამ ჩვენებს უფრო მეტი მოეთხოვება. ესეც ანგარიში უმადურობაში ნუ ჩამოგვარდნოთ, მაგრამ უკეთესის მოლოდინში გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ, ნახვამდის.